გეი ხარ. მე? აი ის არ ყოფილა რომ წყვილს გავუგზავნე ვიდეო და უკვე დავშორდით რო ეთქვა. კი, ყოფილა გეშო. სანამ გავუგზავნე მოფსამ. ოპა, აი. მაგრად ვიქრინჯები. არა, მე არ. მე მაგრად ვიქრინჯები, იმაზე რაც მე გავაკეთე რა. შენ დაგვასყდი აგი. კარგი. უნდა მეთქვა. ანუ არა ეთიკურად საუბრობ ადამიანს. აუ, შენ. აი ეს არის გლეიზინგი, შენ რასაც შევი. რჩევის და კრიტიკის ფორმას რო ცდება და ალეო. აი, Amazon-ზე ბოლო კითხვა. დიდი კუტუები აქვს რომ ბლარავდი? ანუ მე გადააგდე თუ პროსტა აი გავუღარ. ეს სისტემატურად ვიყრი ხოლმე თოში სამ ადამიანს ვყრი და მაინც ესე მაინც გაგშეკვეთები. რაღაცები იქ თაკე და თუ გადა. ავიდი ნახვი რა შეყ. ტაიმში დო. ინტრო ვერავის ჩავაწერინე და ამ ერთხელ ჩემი ყვაი. 4-ში ორივე ნაკრებმა სამწუხარო წააგო, მაგრამ 7-ში ორივე ნაკრებმა მოგება მოგვიტანა. კალათბურთმაც და ფეხბურთმაც და კალათბურთზე დავწერეთ ისტორია. პირველად ვართ მეოთხედფინალში ევრობასკეტზე. გამარჯობა მეგობრებო. როგორ ზამბეთ? აი ასეთი დინამიური დაწყება მე ცხოვრებაში. აი დამბურგ, ეხოთე ჯო, შეხე. დამბურგლა, ჩემოძმო რა, აი რავი. რა ენერგეტიკა. ემოციური შესავალნი. კი. შენ ეს იყო დრამატული და შენ ვერ მიხვდი. არა, ბაზარი არა. შენ ეს ვინ არის ამის სპონსორი გამოისნო? ფრიქსი. არა, ეგ რა თქმა უნდა, ფრიქს, მაგრამ სეტანტა სპორტია, ესეც სპორტული ადამიანი როა. მადლობა ფრიქს, რო არის ჩვენი სპონსორი. გიორგი ჯობავა, მეგობრებო. ვუ! აშები, ლაიქები, ჰეიტიც. ფაცურს დავუმუღამე და ოდითგანვე ყავს ძალიან ბევრი ფანი და ძალიან ბევრი ჰეიტერი. ოდითგანვე. ბიჭო, ვერ ვიტყოდი მას რატო? ბევრი ჰეიტერი განსაკუთრებით ეხლა ბოლო პერიოდში გამოიჩეკა აი ამ რაღაც ამბების მერე. შენ ამე იცი და არ გვეუბნები? ბიჭო, New Wines-ი რა გეტყვი. New Wines-ში ხო იყავი შენ რო შევეერთი, ესეთი ამბავი იყო, რომ New Wines-ი რო შეხვედი დაიშალა. ხო, შენ ჯობო, შენ დაიშალა. ხო, მაგრამ როგორი ამბავი იყო ის რომ მაშინ დაანონსეს რომ ვაკის პარკშიო ახალი წევრის წარდგენა გვეყოლებაო რა. არა, თუ რიყე არისო? ვაკის პარკში. ანუ რავი 12 წლის წინ ამას. ხო, ვაკის პარკშიო ახალი წევრის წარდგენა გვეყოლება New Wines-ში. 12 არა, რამდენი წლის წინ იყო? 14 წლის წინ. ხო რა, აი ის იყო რა 12 წლის წინ და ოღონდ არ ვამბობ თვინო, ხოაზე ხარ და მე Facebook-ზე ვიდეო რომ ფუ, ჯობავა ყოფილა. ეგ რაღაც ეცენე და მე თან ამას ვიცნობ ბავშვობიდან ახლა ინტერნეტიდან ახლა მეგობრობდით რაღაცა ჩატავდით რაღაცა პირველად ნახე პირადად, მაგრამ ბავშვობიდან ჩატავდით რაღაც ხოაზე ხარ და მე ვიცავდი მაშინ ამის ვაი რომ ეგ ატო ამობთ ეგრე და რაღაცა და რატო წამოვიდა შენზე ძმა ჰეიტი? ბიჭო, არ ვიცი, არ ვიცი. მაშინ ანუ ეგრე ჰეიტი და რაღაცა არ ყოფილა ნუკოს და ვიღაცებს არ გაუსწორდათ, იმიტომ რომ აუ შეიძლება სამმარო დაიწყო და მეოთხე ხო, ანუ რაღაცა გითხრათ, მაგრამ მე რაღაცა ანუ განვითარება თუ რაღაცა იყო ჩაფიქრებული თუ რაღაც. ალბათ მაგითო რა, რომ ხოაზე ხარ ანუ რაღაცა იყო დასაწყისი და მე ვიღაც რო გაიჩითა, რაღაცა ის იყო, არ ვიცი. ახალი ორგანიზმი დავინტერესებულო ეგეთი რაღაცეებით, ხო, ეხლა იდეაში რა ვერა. რატო გქონდა ჰეიტი? მე რა ვიცი რატო გქონდა ჰეიტი. შენს და ამანას დაშალეთ ორი დიდი პროექტი ესე. მე არ დამეშლო, მე არ ვთვლი რომ დავშალე. რა დაშალე? ტეტრის. მე არ ვთვლი, მე წამოვედი და მერე დაიშალე. მერე დაიშალე. უფრო შენ დაშალე, იმიტომ რომ ერთი თვე რო იყავი მისული შენ ტეტრის სცენარზე, მან დაიშალნენ კაგრას. არა? აუ, ისე ბაზარი არის. ქრონოლოგიურად ეგრე უფრო ჯდება ვიდრე. ჩემი წამოსვლაზე მეტად შენ უბრალოდ არ ჩახან და ხალხი მემაბრალებს. ხო, იცი რა, ძალიან კარგი რო გახდა თქვენი კონტენტი, ხალხმა ვეღარ აიტანა. ხო, აი მაგიტო დაეთყო ნახვებსა ძალიან კაი რო გახდა კონტენტი. სანამ გავაგზავნეთ პოდკასტს, შეპირებული ვართ მოყურებელთან რაღაცას რა. დღეს მეგობრებო, დაახლოებით შუაში გვექნება ასე ვთქვათ გათამაში. ამისთან რო დაწერეთ ჩვენი დისები, მაგის გათამაშება და რა თქმა უნდა 12 ფრიქსი გადმოგეცემათ გამარჯვებულებს. 4 გამარჯვებული გიყოლება ან 3 რა. ხო, მაგრამ ეს ჯობავასია. ჯობავასია, ოღონდ ამოვიღეთ რაღაც. არა, ისე დახედა რომ ეს შენია. შენია ძმა. შენ ტრავმა გააქვს? ბიჭო, ფიზიკური გინდა თუ მორალური? ორივე მაქვს და მაგიტო, კი. ორივე. ეხა ყო, საიდან გაქვს ტრავმა? ამაზონიდან თუ აი ბოლოს მყრები გადავიდა? ყრებიდან არა, ანუ ამაზონიდან მაქვს ტრავმა, ეგ მორალური და შინაგანი და ეგეთი ემოციური და ფიზიკური, აი. ეს რა არის ბიჭო? შენ ცხელწყალში გაბანაა ეს? სადა იწვი? ბავშვობაში. მეორე ლუკა კალატოვი. წლის და 11 ვიყავი და წყალში ცხელწყალში აბანაა ეს. ხო ის ხარშავდნენ მაშინ თეთრეულებს რაღაც. ეს იყო სახში რა. შენ გიორგი კალატოზმა ხوار გადაგასხაცა? აი ეს ზურგზეც ჰქონდა და რაღაც რა, просто გაიარა რა. მაგრამ მამაკაცურია ზატო. ახლა ხო ფოტოებს უბაზრებენ იმათ ბავშვობისას და ლუკა რა ფითქინა იყო ნახე სარაცხას წყალში აბანავებდა. ელოტო ხაზე უბაზრებს. ხო და ეს ოდნოების ფოტოებია უეჭო. ეს ამაზონის თემა იყო რა. აი ხა აი რა სარველოდი ვაფშე, ეგეთი რაღაცები მოხდა ჩემს თავს რა. მოდი ესე გეტყვი. სად უფრო ბოდიში და
მორალურად. იქ რო იყავი თუ აი აქ რო ჩამოხვედი და აქაც რო ჰეიტით რაღაც წამოვიდა რა. იქ მოხდა ყველაფერი, ხვდი? იქ დაიწყო ჰეიტი რა. იქ იყო ხო? სტორებს ხო იქიდან იღებ. გადაგიჯოქეს დაჟე. ჯო ეგ იყო ხო? ტუსკოზე შო დაარტყავდა. ხო და ნუ ძალიან რთული იყო მაგის ის რა. ეხლა იმიტომ რომ რაღაც პონჩი ხო ხდება სადღაც რო ხარ რა, თან სად ხარ ხო მაგას გააჩნია. ეხლა სადღაც გურიაში ხარ, თურქეთში, სტამბოლში ხარ, საბერძნეთში ხარ, იმენ ეკვადორში რო ხარ სადღაც რა, ანუ შინაგანაც ხო სხვანაირად განწყობილი ძალიან შორს ხარ, ანუ ხო თანო იცი რომ უეჭველებად ქართველი არავინ არ არის, ანუ და რაღაც შინაგანად ისედაც რო შორს ხარ, ხო ემოციურად ხარ განწყობილი და მაგას ის რო ემატება რომ ანუ კავშირ ტიპები აქედან რაღაცას გაჰეითებენ იმის გამო რომ რაღაცები უბრალოდ ვერ გაიგეს, რაღაცები უბრალოდ ეგონათ, რაღაცები უბრალოდ მაგრამ მე მან ნახე რას ფიქრობ არ ველოდი რა მართლა რა მე მან ნახე რას ფიქრობ მინიმუმ ველოდი პროსტა საპორტსაი სიტყვიერს მაინც რა სხვა შორს თქვი მიდი 90% ხო არის მაგალითად ნათქვამი რა რაც არის სწორად ნათქვამი რაც მოხდა აი 10% მგონია რომ რაღაცა მაინც არ არის რა აი არ ვიცი მე მგონია იმიტომ რომ შენ სწორად ამბობ შენ უფრო მგონია მიხვდი ეს უკვე მისაღებია რა ხო მაგრამ მე გადაწყვეტ ვერავის ვერაფერს ვერ ჩემ რო ეგრე იყო მოდი გააჯვი რა მაგას ვამბობ არა ისედაც გააჯვს პრობლემა არ არის მაგრამ ესე რომ ამბობდეს შენ რო ეგრე ამბობ ხო ეხლა როგორც თქვი ეგრე ეძახა კამანდას გინდა სტორებში გინდა საჯაროდ ანუ აუ ოკეი ბაზარ ყველა რაღაცას ამბობს დღეს მაგრამ ეგრე იყო და ვიღაცას რაღაცას აჯერებ ანუ მე გეტყვი რატო ვფიქრობ ეგრე რა რაღაცა სკრინებში იყო აცდენილი და მე შენსაში შენ რო ილაპარაკე მანდ იყო აცდენა ზუსტად რო გავიხსენო ბაზარი არა მაგარი იქნება მაგრამ ზუსტად რო ვერ ვხსენო მაგით რო ლაპარაკობ პროსტად შეიძლება ანუ იმიტომ რომ ყურე მაყურებელს აქვს კითხვები როგორც ესმა გენიალურმა იუთუბერმა თქვა და ეს გეტყვი ნახე მაგრამ ეს პრობლემა ხო არა გაგჯერო ის კითხვები შენ ხო კამერა უნდა გეთქვა იდეაში ვიდეოში რო კამერა მაქვს დავითხრიე მათხოვეს და გადაღებულია რა უნდა მეთქვა აუ შენ ჩაიჯვი რა ჩემი ძმა ერთ წამი რა უნდა მეთქვა ვერ გავიგე კამერა მაქვსო რა შენ ხო ამბობდი რომ ვიდეოში მაგას ხო ვიტყოდიო ისეს დამაცადეთო მან რა ქონა იცი შენ მეუღლეს მიწერე რომ ისაო რა ქვია მოიცა როგორ იყო აკო ტელეფონით ვიღებ ხო აი ტელეფონითო და კამერა რომ მქონდეს წარმოიდგინე რა მოხდებოდაო და აი მან დაგიჭირეს კი მან დამიჭირეს მაგრამ ნახე რა თემა ანუ ყველა ადამიანს რა ანუ ყველას გვაქვს ჩვენი აი პირადში ხარ მე საჯაროდ როგორც საუბრობ და რაღაცა მეუღლესთან სხვანაირად საუბრობ ხო სახში დედაშენ თუ ლაპარაკობ ეგრე შენ შეიძლება გარეთ სხვანაირად ზიაში სერვისზე მე ჩემ ცოლს რაღაცას მესიჯს წერდა ანუ ჩვენ ერთმანეთში ჩვენი ცხოვრება ვიცით ერთმანეთს მე რა ვარ იმანიცის ის რა არის მე ვიცი ჩვენი ლაპარაკები ვიცით და ჩვენ ხო მაგრამ ეხო გასაჯაროა ნახე რაღაცას მე რომ მაგას ვეუბნები იმან უკვე იცის მე რას გულისხმობ რა ანუ მე კამერას ვერ უწევდი იმას იქ რაც გქონდა რა მე კამერას უწევდი მესაც მაქვს აქ ანუ ეგ არის FX3 და მე ხვდები მე ეგ არის კამერა და იქ რაც გქონდა ეგ მაგას არ აღვიქოვდი კამერად რა ანუ მე მაგ სიტყვებით ჩემ მეუღლეს ვეუბნები იმას რომ ანუ მე რო აქ ის გქონდეს მე რაც მაქვს მაგაზე ვიკამათე ხდი ეს იმას ხო არ დაუწყებ სალს იცი რა სალი მე აქ რომ FX3 მქონდეს და არა 7DS4 მე რომ მქონდეს ანუ არა ასო მე იცი რა გიგო გოგოს რომ მეთქი აქ რომ მე ჩემი ანუ კამერა მქონდეს ანუ პიზდეს რა ანუ არ ტელეფონითაც დედას ანუ ეგ არის რაღაც ის რომ მე აქეთ იმას ვაწყნარ და ის იქით მე მაწყნარ ხდი და აქ ანუ ტიპები გამოვიდნენ რომ აი სკრინში იქ ის არ ემთხოვა დრო და ხო მაგრამ გიო ხო ხედავ ეგ ხო მე არ გამისაჯოროები არა ხო არ შენ იმიტომ რომ შენ ეგ ვიღაცა შენ როგორც მაყურებელს არა ნახე აღ ცუდად არ გამიგო მაგრამ ისო თქვენ გაასაჯოროებთ ეგ სკრინები ეგრე გამოდის ხო ბჭყალებში ხო ანუ და მაშინ ვერ მოთხო ვერავის რა ხო ვერ მოთხო ხო ვერ მოთხო ვერავის მაშინ რომ გაგიგოს მაგრამ შენი რეაქცია ლოგიკური ახლა რასაც იდეაში მე რატო გეკითხები ამას ცი შენ გააქვს ნათქვამი რომ მინდა უფრო ცლად ვისაუბრო მაგრამ პოდკასტი არც არ ყოფილ ხარ მაგის მე მეგონი მაგ ვიდეოს არ დაგვიგო რაც უნდა დაიგო რატო არ ყოფილ ხარ მაინტერესებს არ დაგიძახა არავინ თუ უბრალოდ შენ არ გინდოდა რა არა რავი არა ვინმეს რა რომ მითხარი და რა პრობლემა მეთქითხარი ხა ესე არა ჩემი ძამა ხა ვინ დამიზახოს მე რა პრობლემა მაგრამ ხო და მაგიტომ მინდა რომ ისაუბრო ამ იდეაში ხო და ანუ ეხა მაგას ვამბობ რა რომ ანუ ჩემს ესე თქვა სალის რაღაცა მე უთხარი იმან იცის მე რა ვიგულისხმე რა ეხა მაგრამ მე ამ სკრინები დაადო და სტორები დაადო და რაღაცა ანუ იქ შეიძლება ვიღაცა მიასნეს სხვანაირად აღიქონს მაგრამ აი ეს სალის ვიდეო კითხვა გიჩნდება პროსტა რა ზოგიჯდები იცი ნახე ანუ შენ რო კითხვა გიჩნდება ადამიანს რა რომ აი მე მაინტერესებს ანუ აქ ჩიპსი დევს თუ ფეიქია ის და რაღაცა სხვა შიგნით ბუტაფორია დევს ანუ ეს ანუ ხო შეგიძლია რომ იცი რა ჩემო ძმაო შეგიძლია გახსნა მანახო აი მაინტერესებს რა მანამ თქვი ტელეფონაშიო მაინტერესებს რა ანუ მართლა ხო ხდები ანუ ეკითხავ თუ მართლა მაინტერესებს მაგრამ შენ როცა პროექტი ხარ ადამიანი შინაგანად ხო ხდები ანუ შენ დაიწყე აი მეგობრებო აქ შიგნით ჩიპსი გარდევს ანუ
მიხდი რა, ეგ მომენტია რა, ანუ რეალურად ანუ ეგ თემა ის იყო, რომ ანუ პროსტა შეეძლოთ ადამიანებს კითხვა დაესვათ, მიხდი? ან უბრალოდ ცოტა დრო მოიცათ, რომ ანუ როცა ხედავ ბიჭო, ან წარმოიდგინე სადღაც ხარ, ანუ ყველაფერს თავი დაანებე. იმათაც ხო ქონდა თავისი მართლე. არავის არ ქონდა თავისი. ვინც გაკრიტიკებდა კაცო, თავის მართლა ხო? ვინც მაკრიტიკებდა ქონდა სიმართლე და იმის სიმართლე იყო ის, რომ კითხვა გაუჩნდა. ხო, მაგრამ კითხვას გაჩენა და აი ეს რაღაცა შეკიტინება ისე რომ იცი ვიღაცას გინდა რაღაცა შენ რომ აი ვიღაცის თვალში ცოტა გამოაჩინო ტიპი ეგ არ მოსულა ანუ არანაირ გაგებაში არ მოსულა ხო ისე არ თან პროსტა ყველაფერი დაატეხავს იცი ანუ დაიკიდა ვაფშე სულ რომ მართლა ის ყველაფერი არ დამეკარგა და ჩუმად დამედგა ანუ ჯერ ეგეთი დადგმის დედა ანუ ესეთი რაღაცის დადგმის დედა დადგმა რომ და რამეც დაუდგამდი საინტერესოს ხო ანუ მაგრამ ნახე ანუ რაღაცა თავი დაანებე სულ რომ პირობითად არ დამეკარგა ეგ აპარატურა არაფერი ანუ პროსტა რომ ხედავ რომ ტიპი ბიჭო სიკვდილს გადარჩა ანუ შეიძლებოდა იყო მანდ იმის შანსი რომ ანუ ვერ გადარჩენილიყო რა ხო ავი ანუ გულს ვერ გაეძლო ან ავი რაღაცას ნივთიერებას ვიღაცა სადღაც იყო ვერ დადიოდი თუ რაღაც ხო თავიდან ვიდეო ნახე რომ გიჭის სიარული რა ხო და რო იცი რომ ანუ ცოტა მაინც შანსია იმის რომ ტიპი დაბრედილიყო ანუ მოხდარიყო ანუ რაღაცა მოხდარიყო ანუ ცოტა მაინც დააცადე ადამიანს რომ აი პროსტა გამოფხიზლდეს ან რაღაცა თქვას ანუ მოისმინო მისი აზრი ანუ იკაიფე ანუ ტიპები განზრახ მკვლელობის გამოძმაო განზრახ მკვლელობის გამოც კი ტიპი რომ სასამართლოში მიდის თავის სიტყვა აქვს და თავი იმართლოს მანდ ეს სოლშვილი უფრო ცოდო არის თან რა კიდე რა იმიტომ რომ შენი თავის იმედი მაინც გაქვს ხო ხტები რაც ვამბობ შენ ეხა უყურე შენ თავზე უფრო მეტად მან ნერვულობს შენ ცოლი რა თქმა უნდა ეხა ოჯახზე ფიქრობ და აქეთ ისენ ეხა შენ რავი შენი ყველაზე საყოველიც ყველაზე მეტად გიყვარს ეხა მე ხო სადღაც არის იქ და ანუ ესეთ იმაშია ხო ეხა ანუ ნერვიულობი ასე ხო და რას ვამბობ რომ განზრახ გამო ადამიანს რო იჭერენ და სასამართლო იმართება იმასაც კი ანუ ტიპს რომ უნდა რომ ვიღაცა მოეკლა აი ეს დანა უნდა და ვიღაცის გაეყარა რა ანუ ეს ჩაიფიქრა ტიპა დაგეგმა ანუ რაც უტიპია და მაგასაც კი აძლევენ სიტყვის უფლებას რომ ალბათ თქვი გისმენთ. მოვისმინოთ ჩენიც მიხვდი? და ადვოკატი იმასაც ყავს რა. ხო, ნუ ხა ეს ადვოკატია მაგრამ რას გეუბნები რომ იმასაც კი ეგეთ ადამიანსაც კი აქვს თავის სიტყვის უფლება რა და აქვს ვაპარაკობთ რაზე რომ აი კამერა დაკარგე თუ არ დაკარგე თუ დადგი და ანუ დაჟე მაგაზეც კი არ მაცდიან მიხვდი? ეგ გამიტყდა რა. როცა მე ვაფშე მაგრამ კი ბაზარი არ უნდა ზმაკაცობ და რაღაცა მაგრამ მაგას თავი დაანები ანუ ზმაკაცობ და რაღაცებზე არ ლაპარაკი ანუ აქ საუბარია ელემენტარულ პირებთან კოლეგიალურობაზე ან რაღაცაზე კი შეიძლება მაგალითად არ მევასებოდე შეიძლება არ გევასებოდე ან რაღაც არ ჯერ რატომ უნდა გევასებოდე არ მევასებოდე არ ვიცი მაგრამ პირობითად ანუ მაინც ხო შეგიძლია რომ რაღაცა ანუ რაღაცა გამოიჩინო შეიძლება რატო არ ევასე მაგასაც ვიტყვით აინტერესებს ხალხს რაღაცა ხო ბაზარი არა ეს კითხვა არის ერთ თემაზე რა იყო ბიჭო ჩამოასუნთქე ჯერ ჩემა ნუ გეშინი რატო არ ევასე რატო დაშალე და რატო მოგვატყუე მაგას მეც გვეტყვი კაი მოდი გინდა შენზე რატო დაშალე ანუ არა ეთიკურად საუბრობ ადამიანს აუ შენ აი ეს არის გლეიზინგი შენ რასაც შევი ეს არის საზიზღარი ადამიანი აუ მე კომენტარებში რატო მაგინებს ყველაო პირს არაჩერებო მე აი რა უნდა მოსვა ხედა კაი თქვი გამაწყო და ამავიწყდა ხარ ლაპარაკო აუ შენი ბრალია შენ ამბოზარო იმისა მასე ლაპარაკოდი კრიტიკაზე ლაპარაკოდი და სოციალურ და გასაფორტა ხო ნუ ხო და რას ანუ მინიმუმ ველოდი ხო ანუ მინიმუმ ველოდი რომ აი რაღაცა ანუ იმას თუ არა რაღაცა საჯარო საფორტს ანუ სიტყვი ერთს მაინც აი პირადში რო გითხოს რომ აი დაიკიდე რა ჩაივლის ეგეთ ჩაივლის და გამაგრდი და რაღაცა ანუ არა იმიტომ რომ მე რომ ვიწყებდი YouTube-ს რა, ანუ ხა სასოცა ქონდა ლაპარაკი, რომ რაღაცა მეთქი ვიცი რაღაცა ისე როგორ ხდება, რა ხდება, დამაყოლი, იმიტომ რომ არ ვიცი რა YouTube-ը დღეს გავიგე იმ დღეს რა, ანუ მე გავიგე რომ ეს დაჟე დაპოსტვაც არსებობს, ანუ ხო ხდება, ანუ არ ვიყავი რა YouTube-ში, ქონდა ეგ არქივები, მაგრამ ეს subscriber-ები რაც აკრებე, ამ ვიდეოებით აკრებე, თუ ხო, ანუ კარჩე ეხა ვარ 78000 გამომწერზე ასული 7 ვიდეოთი არის რაცო? 5 ვიდეო არის. თუ 4 თუ რაღაც ეგეთი და მოკლედ არ მახსოვს ხა ზუსტად 5-ია მე მგონი ხო ამით არის ეს ყველა subscriber ერთი ვიდეო მე 2 წლის წინ სახმაქან რომ გავაკეთეთ მაშინ დავპოსტეთ რომ იმიტომ რომ ეგ დიდი ვიდეო იყო და სადღაც ხონდა იყოს ანუ არ გვინდა სადმე რომ დაკარგულიყო და სადღაც იყოს მოდი იდეს YouTube არხზე რა და დავდით მაგ YouTube არხზე და მე მაგით ავიღეთ ერთი 17000 გამომწერზე ვიყავით თუ რაღაც ეგრე 17000-დან უკვე ამ ბოლო იმით რა ხო და სოსოს და ეუნები მოგზაურობთ ეს რაღაც ეს რჩევები იყო და ანუ მოლოდინი მქონდა როგორ იცი რომ ანუ შევდივარ რაღაც სივრცეში, სადაც ანუ ეს ადამიანები ვინც დამხვდებიან, ანუ პიროთ იუთუბერები არიან რაღაცნაირად აი welcome ყველასთან, მე ხვდი რომ აი რაღაც რჩევას მოგცემენ, თუ წერენ, მაგრამ ახარისთვის მიწერილი ქონდა
რომ მეთქი ანუ ესე ვიდეოს ხდება რა, ანუ ვიდეოს. მოდი. როგორ welcome და გვეშ დაგიდგებია YouTube-ში. ნუ რავი, ანუ ესე მეგონა ეხლა და იმიტომ რომ რაღაც ეგეთი წარმოდგენა მქონდა და მახარაზეც იყო იქ თემა რომ მახარაზეც მიწერილი მქონდა რომ ვიდეო რო დავდე ევროტურის მეთქი მახარა, ნახე YouTube-ში ვიწყებ ამ ვიდეოთი დავდე და ავი თუ გაგიწოდე უყურე და შეფასება იქნებ ჩაწერო შენს გამოწეროს უთხრა რომ მე ჩაწერა რა კიდე. ხო, ანუ ტიპმა ის გააკეთა რაღაცა და მეთქი შენი შეფასების პონტი რა, ანუ დამასაპორტი თუ რაღაც ეგეთი ანუ მეთქი რავი როგორ ხდება კოლაბორაციები ეგეც ვკითხე რომ მეთქი იქნება რამე გავაკეთოთ ერთად. ეგეთი ცდილობები იყო ჩემგან, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ბუნებრივი მეგონა ეგ რა, ანუ აი უბრალოდ მეთქი ოკეი, იმიტომ რომ ვიწყებ YouTube-ში იქ არის YouTuber-ები მიწერ, რავი, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს ხედავ დავუშვათ თან background-იც გააქვს რა იდეაში. აი იმაზე YouTube-ზე რა, მაგრამ ანუ აქ აღმოჩნდა რომ თუმცა კონკურენცია. რაღაცა გასაჭირში გავიჩნდე და იმის მაგერად რომ აი რაღაცა პროსტა საპორტი ანუ არა პირიქით რა ანუ ხوار გადავა აი ყובה ეგ თქვად ეგრეც არა ახლა მე ახლა ვაზრზე ვნახე ხა YouTube ვიღაცებთან ვნახე კიდე YouTube-ზე დადებული იყო ეს შეფასებები ამ ჩემი თემის რა ანუ thumbnails-ზე thumbnails-ზე ესე დიდად ხო ეს ფოტოები და აი განხილვა და რაღაცა და ხო რაღაცები ვნახე კიდე რა და ანუ კარჩა ანუ ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ ანუ ეს რაღაცა რაც მოხდა რა, ანუ ეს გასაჭირი ხო თან ხო გასაჭირი ხო არის რა, ნება გასაჭირი. როგორც გინდა შეფასება გასაჭირი ბოლობა. კარგი არ იყო, ცუდი იყო, ანუ სასიამოვნო არ იყო, ცუდი რაღაც მოხდა რა. და იმის მაგალითად რომ ამაში ველოდი იმას რომ აი რაღაცა, ანუ აი ხო ხდებთან ახალი რო არა, ის აი ბავშვით რო ელოდები რომ აი მამა და მასაპორტი რაღაცა რომ გამამხნევით რაღაცა, ანუ არა პირიქით. მოდი გინდა შევაკითხე ერთი. რა და პიზდეც მეთქი? აი ზმაო, კარგად იყავით. მოდი მე მიწერენ ხოლმე კომენტარებში ესეთ რაღაც რაც აღარ ვიზნო, მაგრამ აი ღადაობით რომ ეს რაღაც და ბენის უთხარი კი რაღა მოდნებით და ამოუჭერით რა საერთოდ რომ მე იდეაში რაღაც ვიღადავია ჩემ ფინანსურ პრობლემაზე რა და ვიღაცას დაუჯვია ჩემზე რა რომ უთქვამს რომ აი რატო შეჭამე ჩვენს გვიჭირს და რაღაცა მაგრამ მათმა საყვარელმა იუთუბერმა რომ ეგეთი რაღაცა თქვას იმას გაუგებენ რომ ახრა კაი კაცი ხარ და როგორ გიყვარხარ და გვერდში გიდგავარ და არა მithwar და გიხონდ რაღაც თუ ხალხის საყვარელი იუთუბერი არ ხარ შენი დრამა ყველას კიდია რა. გავიგე, მე გარს მაქვს ბიზანი რომ ვიღაცას ჩემი დრამა აინტერესებს. მესმის, უყურე რაც გეუბნები ეს რომ მოუვიდეს პირობითად ვინმე წარმატებული იუთუბერს, სოსოს რომ მოუვიდეს ეგ რაღაცა. ვაფშე სხვანაირად. სოსთან შეიძლება კაცი და ჩვენ ძალიან გვყვარს სოსო, ფენი რა ვიცი, სოსოს ვაკერია პირზე ესევას. აი, რაგე კომენტარებში. მაგარი კაცი სოსო მეყვარხარო და მიწერა სოსო მეც მაგრამ ევასე. კონკრეტულად მე სამ კაცში. არადან ბოლოს მე ვთქვი რომ სოსო იმსახურებს მე შეიძლება. აი, ბიჭო, გადი. აცალ ხო და სოსოს რო გადახდენო და ეგ რა, სულ სხვა რაღაცას წამოიღებდნენ, რომ უფრო ანუ უკვე თავისი ფანები ყავს, თავისი გულშემატკივრები ყავს და მესმის თავისი. შენზე აგრესია რო წამოიღო ბიჭო რაღაცა მესმის ვიღაცემ ანუ მახარამ რაც თქვა რომ ხალხ კითხები აქვს, მახარას მაგ ნაწილში ვეთანხმები. ბიჭო, გავიგე. მაგრამ მახარას ფორმას არ ვეთანხმები. აი, ფორმას ამოწყნული ხო შეიძლება რა, ანუ ფორმას არ ვეთანხმები. ცინიკურად და ანუ ხადაობი და რაღაც რავი, აპონტია ანუ რავი. არა მე მისაუბრია მესმის ანუ ეგეთი ტიპაჟია ბაზარია რა ანუ სულ ეგეთი კონტენტი გადაობს რაღაცა და ანუ მე რო გავიე მე ბიჭო მაგრად ვიქრინჯები არა მე მაგრად ვიქრინჯები იმაზე რაც მე გავაკეთე რა რომელი ჩემს თავზე ვიქრინჯები მახარას კი მომსთორები მაგრად ვიქრინჯები ახლა დღეს რო ვიხსენებ იმ ჩემს მდგომარეობას იქ რა მდგომარეობაში ისტორიები ჩავწერე ანუ აი მაგრად ვიქრინჯები აი იმენა ცუდად ხდება ჩემი რა ბიჭო, იმიტომ რომ რაღაცები დაწყნარებულზე რო შევაფასე. დაწყნარებულზე რო შევაფასე ჩემი თავი და ჩემი ისტორია. ტირილი და ცრემლი და რაღაცები და რის გამო, ანუ ვიღაც რაღაცების გამო რომ აი ეს ანუ გადავაფასე მე რა, დაწყნა, მაგრამ უყურე შეხედე რა თემა, ანუ შენ ახლა. აუ, ვეცოთ, ბოდიში, რაზე დაიქრინჯე, რო იტირე ეგ რა და საკრინჯე. ბიჭო, არა, ვაფშე არ ტეხავს. არა, ტირილი არ ტეხავს ბაზარია, მაგრამ ანუ ის ფორმა რაც მე იმ მომენტში გამოვიყენე თუ როგორც გავაკეთე ყველაფერი, მაგაზე ვიქრინჯები რა. არ უნდა მექნა, უნდა უბრალოდ დამეკიდებინა რა. მე გავიაზრე რომ ახარა ეგეთი ტიპია და რაღაცებს ვიღაცებს ყველაზე გადაობს რაღაცა. მე გავიაზრე რომ ანუ რატო ვაფშე რატო აყევი და რატო ანუ დაიკიდე რა, თქვა რაღაცა, ანუ ოკეი, გაატარე ხუმრობაში გავტარე. შენ ნაწყენი ხარ მახარაზე? მაგარი. როგორ უნდა შეგიძლიათ მახარაზე რა. აუ ეხლა მახარაზე შემირიგებს ან შენ როიცოდე მე და შენ ერთ ჭურში ვიყავით. ჩემზეც ერთი რაღაცა თქვა, ერთი კვირა მაგინებდნენ, ერთი კვირა მაგინებდნენ. რა თქვა იცი? რა თქვა იცი? უინტერესოაო. და ერთი კვირა მაგის გამო ყველაფერს მაგინებდნენ პროსტა. აი პროსტა, თვითონაც აი არ რო არელოდა ეგეთ რაღაც. მაგრამ ერთი ორი კვირის წინ შემაქო ვიდეოში პირიქით ახლა მაგას გეუბნები ეგ რო გადავაფასე. მე შევხედე ჩემს სტორიებს ისევ რა რომ ანუ გახარ და
რაღაცა ტირი და ხო, არა, მესმის. და ისა და ანუ აი არა, ვერ მოთხოვს მაგას. შენ ახლა აი ვინც ავდა მოვიდეს და ანუ ეს ჯერეს ვიღაცები რაღაცებს რო ფეიქ პროფილი რაღაცებს რო აკომენტარები და პიზდეციკა ვაფშე არა რეალური რაღაცა სეგმენტი ხო არსებობს აი რაღაცა კატეგორია რომელთაც არაფერს აზრი არ აქვს სამყაროში რა ანუ აი ვაფშე სხვა ხალხი აი აქ შემოვიდეს და პროსტა თქვას რომ აი ძმაო შენ და რაღაცა რო დამიწყოს აი ეს რო წამომიყენოს არგუმენტები რომ შენ რო იქ ისე რატო თქვი და ის ანუ ძალიან მარტივად თქვი რა ნახე ანუ როცა ადამიანი სიტყვის გადარჩები და მაგას გაიაზრებ რომ შენ შეიძლება იქ აღარ მდგარიყავი და შენ შეიძლება აქ არ ჩემოსა იქ არ ხდარიყავით ჩემი აუ სალი არ მინახე ბავშვები არ მეხჩები არ მინახე და მაგას რო იაზრებ ხო ხალხს გონია რომ შენ ფულზე დარდობ რომ იქ კამერა დავკარგე რა და სხვა პრობლემა ხო ანუ მე რო ეგ გავიაზრე რა რომ ანუ შეიძლება და ვაფშე აღარ გამეღვიძე მეორე დილას მაგრამ გავიღვიძე და ანუ ისეთ ემოციურ მდგომარეობაში იჩნდები რომ სიტყვით მაგას ვერ ახსნი. ხვდი და აი ამ ემოციურ ფონზე რო შენ რაღაცა სტორებს წერ ემოციურ სადაც აი ყველაფერი მოდის როგორც იცი თვითონ ლაპარაკობს ხეული რა და ანუ ამას რო აკეთებ და მე ამაზე ვინმე გეუბნება შენ რატო იტირე და ისტორიები რატო ჩაიწერე და ის რატო გააკეთე და შეჭამა მოდი გაიარება იგივე რაღაცა და მე მელაპარაკე შენ როგორ უნდა იყო დაწყნარებული მაშინ როცა ანუ ყველაფერი დაკარგე ანუ სიკვდილს გადარჩი სიკვდილს თვალებს შეხედე და იქ შენ მე მთხოვ რომ უნდა ვიყო ისე ქვია კონსტრუქციული და ესე უნდა ვიჯდე და იცით მეგობრებო ჩვენ ახლა იცით რა არის კი ანუ აი ეგრე ვერ ილაპარაკებს ხდი ანუ ხო იქ იყო ჩვეულებრივი ემოცია ხდი ანუ ეგ იყო სუპერ ემოცია ეგ იქნებოდა ფეიქი კაკა შენ რო წყნარად გეპასუხა ბიჭო გავიგე ხო ანუ შეიძლება შეთვის ვეგმარ ვიღაცები იტყოდნენ რომ აი ჯო მაუ რაღაცა ის აუთენტური რატომ არ გააჯვი ანუ აი გააჯვი ვინც ისე ის არ ის აგრესიულად წერდა რომ აი აუთენტური ჯერ აუთენტური როგორ უნდა იყო მითხარი 5 ვიდეო მიდევს ანუ და 5-ვე გამოვიდა სინემატიკური ანუ ეს რაღაცა მუღამი აი 10 წელია ვიდეო ვერ დაგიმუღამე ჯერ ის ყურე 10 წელია რომ 10 წელია რომ ვიდეოგრაფი ვარ და ანუ ეს 10 წელს მიგროვდებოდა ეს აი მუღამი აი რაღაცა სურვილი რომ რაღაცა სინემატიკური რაღაც მეკეთებია ვერ ვეკეთებდი მაგას იმიტომ რომ ხან ხორცილის გადაღება ხან ისა და ანუ ჩემთვის ვერ ვეკეთებდი მაგას რა და ეხლა რომ აი დავიწყებითობი რაღაცა ისეთი ის გასახანი მომეცა რომ ანუ მიდი შებერე და ანუ ეს 5-ვე ვიდეო ეგეთი გავაკეთე მიხვდე რაღაცა სინემატიკური და იქ დრამატურგია თავისი და იქ კადრები დაგზავნა იმიტომ რომ აი სახმანქანა და ის მინდოდა ამოღება ამ სურვილის რეალ ფუტეიჯიც რო გაქვს სახმანქანაზე ხო ეგეთი რაღაც ანუ მაგის მუღამი მქონდა რომ მეკეთებინა ეგეთი ვიდეო და 5-ვე გამოვიდა ეგეთი ამ 5-ვე ვიდეოში სინემატიკურში ვერ განახებ ჩემს ავთენტურობას და ვერ დავიწყებ რაღაცა იმას გინებას თუ აი რაღაც ისეთ ლაპარაკს როგორც ლაპარაკობ ხოლმე პირობითად ცალკე მაგრამ აი ვიღაცა გამოდის ვიდეო რო იწყებ აი წერენ ახლა ორი კატეგორია რა მაგას ორი კატეგორია არის ანუ ვინც ეგეთ კომენტებს გამოვარჩიე კომენტარში ანუ აი იცი რა მეტად ავთენტური იყავი ერთი კატეგორია ვინც ამას წერს ჯგრულად და მივესალმები და ბაზარი მე მგონი ავთენტურის განმარტება არიცია არიცი რა თქმა უნდა ცხადი არის ეს ძალიან მარტივია ავთენტური არის ის ანუ ავთენტურია და დრამაში თუ არ ანუ დრამა რო არ გავაკეთე ეგ არ არის ავთენტურობა მოხდა ანუ როცა დრამაში ხარ და სახე გძრება ან და როცა დრამატულად გადმოცემ ავთენტური ხარ მაგრამ როცა გიხარია და ბედნიერი ხარ და იგინები და და ღლიცინე მაშინ ხარ ავთენტური მოხდა ანუ ეგ არის და მეორე კატეგორია ვინც ამას ამას ავთენტური არ ხარო არის როგორი ტიპები იცი იშუღლიანი ვითომ რაღაცა უნდა დაწეროს მაგრამ სიტყვის მნიშვნელობას არ იცის რა ავთენტური ვერ იქნების მაგრამ 5 ვიდეოში მაცადე ხო ანუ გავიდეს ერთი წელი აუ წლებია ხო YouTube-ის კეთება ხო წლები ჭირდება YouTube-ერი რო გახდა ხო წლები ჭირდება იდეაში ეგრე არ არის მოვა ნუ კარგი YouTube-ერი რო გახდა მაგასო ანუ შენ რო შენი ავტორი დააგროვო შენ რო შენი სიტყვა თქვა კამანდამ დაიგოს რა ეხა პანდემიის მერე დიდი ხანი ჭირდება ხო მაგას გეუბნები რომ რაღაცა დრო არის საჭირო იმისთვის რომ ისეთ სიტუაციაში გინახოს ადამიანმა ასეთში მხიარულში პოდკასტში არა პოდკასტში სინემატიკურში სათავგადასავლოში არ იცი რა ხელოვნურობაზე სოსოს და გის ეხლა საკრიტიკებენ რო იცოდე კომენტარებში ბევრი არის ხომე რა ოღონდ არ ვიცი რატომ რომ მე სოსოს რო ვიცნობ და გიგის ვიცი რომ ეგეთები არიან მე ძალიან სოსო რაც რეალობაში ეგ რო ვიდეოში იყოს ვიდეო იქნებოდა ვიდეო არ ლაპარაკობს რა და მაგას სოსო ხო ბევრს არ ლაპარაკობს ზოგადად ესე ა ბევრთან მქონია მე მაგას მაშინ პროსტა ვიდეო იქნებოდა რა სოსო ხო და სოსო რაღაცნაირიო აი ხელოვნურია უთქომ და ბიჭო რა რა ხელოვნური აი ბიჭო მაგას ბიჭო სოსო არის ეგეთი 7 წყნარი დაალგებული კაცი და მეთქი იმიტომ არ არის ვიდეოში გიგიც ეგეთია ხო მართლა შებერტყილია კი კაი შებერტყილია გიგიც სოსოა იმიტომ აკეთებს voice-overებს რომ მშვიდად წყნარად უყურს საქმის კეთება რა და კაკოს აქვს პლუსი რომ კაკო შეუძლია რომ მივიდეს ვიღაც ებადროს იმაიმუნოს ანუ მაგიტო რომ ყველა travel YouTubers თავისი მუღამი და პეცი აქვს ასე ვთქვათ რა ანუ შენს ეხა რასაც აკეთებ მაგასაც ძალიან ბევრი ფანი ყავს კომენტარებში დაკავებული მაგრამ იზრდება მაგაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად რა ზოგს გიგის თემა უსწორდება ზოგს კაკოს ზოგს შენც ვაფშე სხვა სიტყვა შემოვიდა ნა ასწორებს სინემატიკური ხო ბიჭო ანუ მართლა ასწორებს ანუ ყურე მე არ მსიამოვნებს პირდაპირ გეტყვი ხა მე ეგეც ვერ ვუყურებ
მაგრამ არ ვუყურებ შენ კონტენტს, ვუყურებ, მაგრამ მაინტერესებს როგორ კეთდება, ის რატო მე როდესმე დამჭიდეს სინემატოგრაფიის მხრივ რაღაცა რეკლამის გადავა რაღაცა იდეალურ მაგალითს ავიღებ შენგან და ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო. მაგრამ მე YouTube-ზე გეტყვი რამე შევდიარ იმიტომ რომ დეპრესია მაქვს და მინდა გავერთო რა და აკოსაც მაგიტო უყურებ რა. ანუ სოსოს ვიდეოებსაც ყველას ვერ უყურებ, იმიტომ რომ სოსო ვიცი რომ ვაფშე სხვა თემა არის რა. ბიჭო, სოსო არის ინფორმაციული, კაკო და გიგი არის. კაკო და გიგი არის გასართობი. კაკო და გიგი თან ინფორმაციული, თან გასართობი, უფრო გასართობი. კაკო იმენა სოსო ინფორმაციული, შენი არის ინფორმაცია სინემატიკი. ხო. ანუ სოსოსაც აქვს სინემატიკები, მაგრამ ეფექტებით არ დადის სოსო. ანუ მეც მოგიხსნა დეპრესია, როცა დაგროზული შემოდიხარ. კი ბატონო. ანუ ყველა მაშინ ანუ მითხარი, აზრი მითხარი, ანუ რა ოფერონება რატო არ არის საჭირო. შენ რაც გიწოდება. შენ YouTube იმიტომ გაქვს და იმიტომ ასწავლებს YouTube, რომ ანუ შენ რო გინდა სიტყვაზე იღადაო მაგალითად, შეხვალ და უყურებ იმას, ვინც გაღადავებს. შენ თუ გინდა რომ იკაიფა ფილმივით რაღაცას უყურებ და ჩაჯდე და პოპკორნზე სინემატიკური თუ გევასება ხო და რაღაცას რო უყურებ და ის ხარისხზე თუ კაიფობ ამ ყველაფერს ჩემ ხომ მიყურებ თუ გისწორდება რაღაცას ხო იმას უყურებ მიხდე ანუ ყველანი იდეაში ერთად ვაკეთებთ რაღაც ქართულ YouTube-ს ხო ეგრეა? ეგრეა რა. მე ჩემს ასოწები, ჩემი მუღამი მაქვს, შენ შესაძლოა და ანუ საერთოდ არ არის აუცილებელი რომ აი ვიღაცები რო წერენ, აი ისა რა ქვია მეტი იუმორი ჩათ რა, არ მინდა. ანუ არ მინდა იუმორი ჩათ. იუმორს ჩავთო, როცა სხვა ტიპის ვიდეოს გავაკეთებ რა, ანუ მიმდინარეობები ვით მინდა მქონდეს. ხო ის ქონა მაგაზეც გაჯვავდნენ ასე ვთქვათ, რომ რატო აკოპირებოდა პასუხობო ყოველს რიფლას შედეგები კომენტარით, აი დრამაზე. ეგეოს რომ მიწერს აღარა ანუ სხვანაირი სიტყვებით, ანუ აი ეს ფრიქსი და როგორ აუხსნე იმას, რომ იცი რა, ანუ ეს ეგი ფრიქსია, ანუ ეს კილო შევიცვალო თუ ანუ ერთი ეგო პასუხია და ფრიქსია რა. კაია, სიმონე. ეგ ფრიქსია. არა, კაია. ეს შენ ეგრე. ხო ხდება ანუ რაღაცებს ვამუღამებ რა. ანუ რაღაცებს ვწავლობ მეც, იმიტომ რომ ანუ რავი, 5 თვეში შენ რომ თხოვ იმას რომ შენ ავთენტურობა განახო და ეს იუმორშიც გამომცადო და ყველაფერი განო არ ვერ ვიზავ. 5 თვე გავიდა, ხო და 5 თვეა, რაც YouTube-ი დავიწყე და რაც ვწავლობ და ვამუღამებ, ანუ ხო ხდება რაღაცებს იქ რაღაც როგორ გააკეთო, ანუ როგორ მიაქციო კომენტარებს ყურადღება პირობთან და როგორ რა გაითვალისწინო, ანუ რა ჯობია, ანუ სწავლობ რა, ანუ 5 თვეა ბიჭო გასული. არ არის წლებზე ლაპარაკი, ერთი წელიც არაა გასული, ხო ანუ ერთი შეცდომა დაუშვეში რა ვიხა. ცდილობ მაქსიმალურად. არა, 5-ის ყოლობაზე ძალიან მაგარი. რა გავაკეთე მეტი მითხარი, 5 ვიდეო მინდევს, მაგრამ 5-ვე ვერ მოვითვინე და ვერ გავაკეთე სხვანაირი, 5-ვე გავაკეთე სინემატიკური, იმიტომ რომ აი მაგის ის მაქვს, მიხდე, ვერ დავაკმაყოფილე რა. 10 წელი რომ მინდა რაღაცას კეთება და ვერ ვაკეთებ და ის ამ 10 წლის თავზე მთლიანად 5-ვე ეგეთი ვქენი. მაგრამ იქნება მაქვს სხვა მუღამების რაღაცა, ვაფშე სრულიად განსხვავებული. აი იმაზე რაზეც გაკრიტიკებენ. მაგრამ ხონდა მაცადო რა. აი იმაზე რაზეც გაკრიტიკებენ, რომ ის კრინჯობაო, აი ეს საუბარო და რაღაცაო. რა არის კრინჯობა? აი, ყურე რაც გიწერდნენ Amazon-ზე რო გქონდა, ხო ის ვიდეო გაკეთებული ბავშვობიდან, მინდოდა რაღაცა. და ვიღაცას ეწერათ, რომ ის კრინჯობაო, ხელოვნურიაო რა და შენ ეუბნები, ხელოვნური არ არის, ეს უბრალოდ სინემატიკური სტილია. ანუ მან ეგ რო გაიგოს ხალხმა, ყურე? ეგ რო გაიგოს ხალხმა, უბრალოდ cinematic travel ვიდეო ჩაწეროს YouTube-ზე. და ნახოს უცხოური ვიდეოები, ეგეთი ჟანრი. ხო, მაგრამ ყურე ეგრე არ არის. ის ტიპებიც, ის უცხოელი YouTuber-ებიც სახლში ეგრე კი არ ლაპარაკობენ, რა ვიცი რა, მე ბავშვობიდან ესეთი ვარ. არა. ანუ ეგ არის სინემატიკური, ანუ შენ ამ დრამატურგიით, ხო და ამ მეთოდიკით, აი ამ ლაპარაკით, ხმის ტემბრით, კადრების ცვლებით შენ ადამიანს აღუძრავ ემოციებს, ხო? ყველაზე დიდი ემოცია ვიზუალურად რომელიც ამახსოვრდება რა, რომელიც ადამიანს ზის და შენ YouTube-ს უყურებს, ანუ შენ ამ ვიდეოების მიზანი ის არის, რომ ტიპმა აი რა მაგარია და გაერთოს არა, ანუ просто მე მუღამი ახლა ტიპი რომ დაждდება და რომ მიყურებს, ანუ აი რაღაცაზე აბსოლუტ სინემა. ჩაფიქრდა რაღაც ვიდეოს ბოლოს, მიყრე და მაგით ვაკეთე, ეგრე კი არ ვბაზრობ სახში რომ ბავშვობიდან, ანუ არა, ვაფშე აი ესე ვბაზრობ. ეხლა როგორ ვთქვა, ესე ვლაპარაკო ზოგადად, მიყრე, ანუ სამეგრობოში რაღაც. მაგრამ იქ იმ მომენტში ესე ვერ ილაპარაკებ, იმიტომ რომ ამით შენ იმას ემოციას ვერ მიაწვდი, გამიგე? დრო სჭირდება მაყურებელს. შენ კი არ გაგიზიანდები, უბრალოდ მე ნერვები მეშლება იმაზე, ვინც ამას არ წერს, იმით რა ქვია, ანუ აი რჩევის და კრიტიკის ფორმას რო ცდება და ალეო აი რაღაცას ხსნი, ნახე, ანუ აი დაждები და ახსნი რაღაცას ხვდები, დაიხარჯები, გადმოცემ, ანუ 38 სოციალ ვიდეოს ჩაწერ, ერთ კადრზე 5 საათი მუშაობ, განათებები მოგზავ რაღაცა. და პროსტე წერს რაღაცაება. Amazon-ან წავედი, ვალებია, Amazon-ში წახვედი, გაგძარცვეს, მე კიდე ცოლმა აიღო ვალები, რომ iPhone-ი გეყიდა და დებ ვიდეოს 2 ხოდა ხა ეგრევე არის ის რა ქვია ბლოკი რა, იმიტომ რომ აი საერთოდ არ მინდა ეგეთი კამერა მიყურებს, მიხდი, ანუ საერთოდ არ მაქვს ეგეთი მუღამი, რომ ეგეთი ტიპები მიყურებდნენ რა, ანუ არ ჭირდება. ვინც მიყურეთ თუ ყავ 500.000 ეგეთი ტიპი მიყურეთ. თორე იმას კი არ მომბრალი, რატო მაგრიტიკებთ რაღაც, გამაკრიტიკე, მაგრამ ყველაფერს თავის ხო, ანუ მიწე გააჯვია, დაგმოყვა. ყველა მემონტაჟე მიცის, თუ ჩახედულია და ზედაპირულად არ აკეთებს, რომ
ვიზუალზე დიდი ეფექტი ყოველთვის დრამატურგიაში და ყველაფერს რამე თუ ემოცია გინდა რომ აღიძრას, არის ხმა. მე რო რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ თუნდაც შორტი, თუნდაც ვიდეო 20 წამში იმაზე მეტი საუნდ ეფექტი მიდეს, ვიდრე კაცი მაქვს და მოუშენი მაქვს რა, იმაზე მეტი ხმა მიდეს და მუსიკის ცვლილება მაქვს 20 წამში, ვიდრე ხმა ჩათვალე ნახევარ საქმეს გიკეთებს რა, იმაში რომ ადამიანს მიაწოდინო ემოცია რა. ესა, ერთი შეცდომა რა დავუშვი გეტყვი. იქამოთ რომ იმიტომ შემომიტი ესო იუთუბერებმა რომ სპონსორები ვარეშინად წავართვო. შენ მაგათად შენ მაინც რატო ამბობ ხე მაგას? სად მოისმენე ჩემი ან დაწერილი მაგრამ ან ჩემი ნათქვამი მითხარი, ან ის სად დაუწერე ეგეთი რამე. თქვენ ჩხუბს არ უყურე, იცი? მახარა შენ რო გაჯვავდა? აი ესე იყო, გაიხედა ის გაუკეთე, მიუტ გაუკეთე, რომ არ ამოვარდნილიყო მაგის თორები რა. და მე ეგ თქვენი ბიფაობის თემა გავიგე, რაღაცა no nonsense ვიჟნი. რატო დაამიუთე ისიც რო გითხრა, მაინც ყოველ შემთხვევაში. ღიზიანდებოდი, არ მევასება, ვიღაც უაუჯოს ხა, მახარასთან მეგობრობ და არ მაქვს უდიგერ თვითონ, მაგრამ ვიღაცა რო ვიღაც აჯოს ცოტა არ არის ჩემს არის სასიამოვნო, რატო უნდა იყოს სასიამოვნო, მაგრამ ვიღაცებს არის სასიამოვნო. ხო და მე არ მომწონს, უყურე წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ეგეთ რაღაცაზე, რომ მარინა ბერიძე რო ვიღაცებს აჯობდა ანუ შენ ვიღაცის გადმოცემებით მოხვედი, ხედა? მაშინ არა კომპეტენტური ხარ სალაპარაკო. დავაი მიდი ვთხარ. ლაპარაკის არა იყო სპონსორები თემა როგორ იყო მაინტერესებს. სპონსორებს საერთოდ არ ვიცი. რა არის საუბარი. ანუ ვიღაცა უნდა რომ ჯობავასო. მოდი ვიღაცა რომელი იყო, ელოშა თუ ნონსენსა? არა, ნონსენსი. კაცო კომენტარებში რაღაც ეყოლი ჯობავა, მეგრე თქვა რომ ეშინიათო სპონსორები არ წავართვო თუ რაღაცაო. არა, კომენტარებში ეწერა შენ რამოდენიმე გუშინათქოს რომ ეშინიათო სპონსორები არ წავართვაო და მე მახარამ ჩაწერა მაგაზე ვიდეო. და მე მანდ სად ფიგურირებ? მე რა შუაში. შენ არ გითქვია, ბაზარი არა. აი მაგას ვამბობ, ნახე, ანუ მე ეგრე ხა მე ვერ გავაკონტროლებ ვიღაცა შემე მე ვერსები და უყვარვარ და რაღაცა იმან დაწეროს და მე ხო ჩემი რა ეგ არის უბრალოდ ადამიანის აზრი, ვის უბრალოდ მე არაფერ შუაში არ ვარ მანდ მეხტი ხა. ხო, მაგრამ მე მაინც არ ვახალისებ, არც შენი მხრიდან, არც მახარეს მხრიდან საერთოდ ფანების გადაკიდება ერთმანეთზე. ჩემი სტორები გასწავს მაგას სტორები. ვიცი, კი, იმანაც თქვა იდეაში რომ ეს არის ჩემი და იმის აუ ფანების ერთმანეთზე გადაკიდება არის რა დონის აი პროსტა როგორი აი ვერ მივდივარ მაგამდე რა ჭკუით რომ აი მე რო ვახო ბოლოთაშვილი მევასება და მე რო ჯობავა მევასება და ერთმანეთს რო დააყრიან ამას რატო უნდა მართლა ბარსარიალი ხო არა და რაღაც კომაგები და ისინი ხო არა ჯო რა არის იცი ანუ მაგას დაგიჭამეთ ერთმანეთი იდეაში ხო მაგრამ ვერ ხვდე ფანები რატო ჭამენ ერთმანეთს იმენ მე მინდა რომ შეგიგე აი ოღონდ ესე იგი მე ძმაო ნახე ვიცი რომ ნაწყენი ხარ მაგრამ ნაწყენი ხო ანუ ნაწყენი ვარ ოღონდ აი იმენა ნაწყენი ვარ იმიტომ რომ ანუ არ ვიყავი მართლა ეგეთი რაღაცის ღირსი რა ანუ რაღაც თუ გაინტერესებს შეგიძლია პირადში მომწერო მინიმუმ იმიტომ რომ პირობითად პოტენციური კოლეგები ვარ ხო კი ახალი ვარ გავიგე მაგრამ იქნება და ვითარდები იქნება და წინ მივიდო იქნება და ერთ დღეს დიდი იუთუბერი ვხდები ხო რა მშობლობ მაგას ანუ მაგრამ რაღაცა რომ გაინტერესებს მართლა თუ გაინტერესებს აი გულწრფელად თუ რაღაცა გაინტერესებს ხო შეგიძლია რომ ანუ მომწერე რა და მითხარი რომ ეს ფოტო იქ რომ კამერით ზიხარი Amazon-ის მაშინ ნავზე კამერა საიდან თუ კამერები დაკარგეო თქვი ანუ ხო კაკომაც კაკოს განაც მეწყენე კი კაკომგაზია შალა მალევე და მე მგონი თავი დამაშავე დი კაკომ დადო პირველად მე კაკოს აყვა მახარა თუ დაახლოებით ეგრე ხო მაგრამ კაკომ წაშალა ხო და კაკოს განაც ძალიან მეტო კაკოს მაყურებელიც ვარ ვიყავი არა ვარ დღემდე იმიტომ რომ მომწონს რას საკეთებს რა მე ძალიან მომწონს მაგრამ მე კაკო მე ერთი ნაწყენი მაყურებელი ხარ ჩემი საკითხი იმიტომ რომ კაკოს შემთხვევაში ნახე მე არაფერს არ ვამბობ კაკოს ადამიანობაზე ბოდი შედი მაფიაში არის ეს ტერმინი ვკრიშავო რა მაფიაში ვთამაშობ ხოლმე და კაკოს მე ვკრიშავ კაი ტიპია დამიჯერე просто მას შეეშალა რაღაც მე ნახე კაკოზე ნაწყენი ვარ არ ნიშნავს იმას რომ მე კაკოს ვერ ვიტან ნახე სხვა რა ტერმინები ძალიან მარტივია ანუ მოხდები ნაწყენი ვარ მე შემეუღლეზეს ვიყო ნაწყენი მამბაჩებზე დედაჩებზე ყველაზე მაგრამ ეს არის შოუ მე რატო ჩამოგერთეორს იმანა მე არ ვარ ნაწყენი მაჩები მე ვარ ხო და ნახე რას გეუბნები ანუ შეიძლება ნაწყენი ვარ მაგრამ ანიშნოს რომ ტიპი არ მევასება რაღაცა და ნაწყენი ვარ იმიტომ რომ შეიძლება მაგასაც ეკითხა პროსტა ეკითხა მინიმუმ როცა სოსოსთან მეგობრობს და ისიც რომ სოსოსთან მეძმაკაცო ხო არა მე ხტები ანუ ის არის რა ელემენტი პროსტა ანუ არ ვიცი ხა მაგაზე არ შეიძლება ლაპარაკი მაგრამ ანუ ეხავს როცა რაღაცებს განზრახ თუ განუზრახავ ჩემი აზრით კაკო ვერ წარმოიდგენდა რომ ეგ მაგხელა უარყოფით ბოდიშინგის უშტყვითის და ფიდბექს წამოიღებდა თორე არ მგონია ეს თორი დაედო Amazon-ზე ბოლო კითხვა და მე კიდე რაცაც ვიბაზროთ მიდი დიდი კუტუები აქვს რომ ბლარავდი მაგრამ აინტერესებს ბიჭო არა არა მაგრამ ანუ
მაგარი რთული ეგ დაბლარო იყო, აი. სადღაც დღენახევარი მარტო ბლარავდი რა. კუტუებს რო ბლარავ ეს რო არ. თან ახლა ბევრი ხო ერთად დარბიანად ამას ბლარინდა გაყვეს და რაღაცა. მე რაღაცას თუ უყურებ დიდი ხანი მონიტორზე, ან ვიდეოს ან რაღაც, ან თუ თამაშობ და რაღაცა თელი დღე თუ ითამაშე რაღაცა, მე მესიზრება ხოლმე. მე არ დამსიზრებია, მადლობა ღმერთს. სხვა თუ შორის დასიზრებაზე, კაია. დასიზრებაზეც ქონდა ეგეთი თემა, რომ ესეთი რაღაცა უთხრეს, რომ ისა რა ქვია, აი გვამებს რო წავდნენ, მაგაზეს გადავალთ. ესეთ ვიდეოში ამს დრას, რომ ის გვამებს რო წავდნენ კი არა ბოდიში, გვამებს რო აცოცხლებენ ინდონეზიაში. ეს ვაყენებენ იქო რომ ამ რიტუალს რო დაეცრებენ, მე ხელპირი უნდა დაიბანო, თუ აგინდა რომ ღამე დაგესიზროსო და დაიბანა ხელპირი. ოღონდ ისეთ ადგილში დაიბანა, სადაც წყალს ვსვავდნენ და ამან ჩაუბანა სახე. არა, საბანი. იღლები დაიბანა. საბანი ადგილია, ტუალეტი იყო. გამოიბანა ეს. რა გამოიბანა, მე შეხედე ვიდეო ჩარტეს ხალხო. გამოიწევი ჯობაოს სახე ნახეთ, უდა კვერცხები ჩაიბანა ხალხი დასალევს. ისა შენ და გიგი ერთ დროს დაიმთხო. ახლა ერთ იგივე დროს ხდებოდა. ბიჭო, უყურე, ეხლა ეგ მაგაზე კიდევ ეგ შეთანხმებულად არ იყო, ხო? უყურე გეტყვი ხა რა. ეგ ფესტივალი თუ რაც ქვია რა, მოკლედ ანუ ტორაჯაში ტარდება წლის გარკვეულ პერიოდში. აგვისტოსსა და სექტემბერში. ეგ ორი მომენტია, როცა მაგას აკეთებენ, რა, სხვა მომენტში არ აკეთებენ. ისიც ამ კონკრეტულ სოფელში 3 წელიწადში ერთხელ რა. ხო და სოსო და გიგი რომ მიდიოდნენ იმაში რა ქვია, ინდონეზიაში და ინდონეზიაში რომ დაანონსეს რა ქვია, მიდივართო. სოსოს ეგრევე მივწერე რა, მეთქი მეც მან მივდივარ და ესა და ეს თემა მაქვს და ხო არ ვიმთხოვე შენს რამეს რა. იმიტომ რომ ეგრე წარმომიდგენე რომ დააკეთებდე. ხო, ეხლა იმიტომ რომ მithumetes როცა ესე ახალ პროგრამები რა. არა, რა პრობლემა ეხლა რომ მაგაზე კიდე ხა ვიტყვია, რაც ცალკე მაგიჟებს და იმენა აი. მაგრამ უბრალოდ რახან ეხა ძალიან ახლოს ვარ, ანუ ვკითხე რომ მეთქი აქ მიდივარ, ხო, არ გიშლის რამეში ხელს, ანუ თუ შემიძლია შევცვალო მაგალითად გავერკვიოთ რა. არა, ანუ ჯიგრულად ჩვენ მაგ შენ აქო და მეთქი ოკეი რაღაცა და გადის რამდენიმე დღე და წერს უკვე რომ გიგიც მან დაპირებსო. და გიგისაც მივწერე და ნუ აღმოჩნდა რომ გიგისაც მან თქონდა ის რა ქვია. ხო, გიგის პრეტენზია ხო არ ქონია ამაზე რომ შენს გადაიღეთ ვიდეოს. გიგის არ ქონია რამე პრეტენზია რა. გიგისაც მივწერე და ვეუბნებოდი რომ მეთქი ანუ აი მეც აქ მივდივარ და იმიტომ რომ რავი დაგეგმილი მაქვს რა და აი მოდი ერთ რაღაც გეტყვი. საქართველოს ნაკრების თამაში როა, მაგათად ეხა იყო თურქეთი, საქართველო ხო საქართველოს თურქეთი. მე ვახტანგურებით ავდივდი ხოლმე ჩემი რუბრიკით. იქ საბასა პანადაზის იყო, მეც ვიყავი, მავანის იყო და ყველას გქონდა, ნახავი, ყველას ბევრი გქონდა, იმიტომ რომ ყველა ვაკეთებდი ჩვენ სტილში. ბიჭო, მამას თავის სტილი გქონდა, მე ჩემი და არავის არადოს არ დაუწერია ეგეთი რაღაცა, რომ აი მავანი რო აკეთებს, ჩვენ მე ეგ არ მესმის ძმაო რა, ნახე, ანუ აი ეგ არ მესმის, რომ კი ეხა ისა იმაზე ვქო, მკვრების თემაზეც ისე დაემთხვა რა, ანუ ეს კლასიკია? ჯერ მანამდე ხო დაემთხვა ეს ამაზონის თემა, რომ მე ანონსი რო დავდი, წამე ანონსი მომფრო, პირველი ქართველი ვიქნები ამაზონის გველზე ინადირებს მეთქი და მაგას აკო მომწერა რომ მე ისა უკვე ნამყოფი ვარო მანდ და უკვე გადაგებოდა და მონტაჟდება. აღონდა ხალხმა რო ხალხისგან ვარ გაიგო, ეგეუნებიოდა მეთქი, ოკეი, რავი, კაია თუ იყავი მეთქი მირჩია რამე რაც რა გაიკეთე რაღაცებს ავაყევი ლაპარაკში რა. ჯიგროდი გიჩე რაღაცები. ხო, რაღაც ეგრე და გამოდე რომ დაეთქვა ხა. წამედენ ნაყიდი მაქვს, ანუ ბილეთები დამიჯდა რავი, ანუ რამდენი ჯამში ალბათ $7,000. მე დაკარგული იმას თუ არ ჩავთვლი რა. სხვა შორის ახლა ჯობავა სახლში ვარ და ალბათ მივხვდით ხო, კაი მაყუთა ბიჭია. სხვათა შორის სახლში რა აურა სტუდიოში ვართ, რომელიც არის ჯობავას ფოტოსესიის ხო, იქნება უკვე ძალიან მალე. ხო, უი, სალის რო ვიდეო აქვს რაღაც გადაღებული თავი დაკათენა და დაქაა გადაღებული? აქ იღებს ხოლმე რაღაცა. რაღაც ლამაზი კაბები როაცია. წვენ და ჭავზამა. ხო, რას გეუბნები, ნახე, ანუ რო უკვე დაყიდი მაქვს, ანუ გადახდილი მაქვს გიდი ყოს დაჯოშლი სასტუმრო რაღაცა ეს გველის შარვალი ვიყიდე, ანუ ხო ხტები ჩავდე ფული და მაშინ წავსულიყავდი ახლა. რახან ანუ აღმოჩნდა რომ ტიპი უკვე იქ ნამყოფია და მე აღარ წავიდე, ანუ რავი, რატო არ უნდა წავიდე, არ მესმის, მიხვდი, ანუ ნაკიდებს ავიოდავ, მაგარი მუღამი მქონდა სულ მან ყოფნის და ანუ დავგეგმე და გავაკეთე და ავდექი და წავედი ახლა. მე რომ ცოდნოდა მაგალითად წინასწარ. მოიცა ჩრდილოეთ კორეაზე რო გითხარი ხა არ წავ, ხო? რატო არ წავა? ვინ არ წავა? აი რატო ვინ არ წავა? ხო, ანუ რა. რატო არ უნდა წავა? გიგი არ წავა თუ კაკუ არ წავა? ხო და რა მაგას ვამბობ. ხო, არა. ეგ კომენტარები და ეგ კატეგორია რო აი იცი რა ძმა მანდ უკვე სხვა იყო და ჰი და ეს აი. ხო, მაგრამ ეგ განწყობა კაკოს არა აქვს მე გეტყვი. კაკოს არა აქვს, ვიცი. მე კაკოზე არ ვხლაპარაკი. ხო, მაგრამ მაყურებელს აქვს მაგას. კატეგორია არსებობს მაყურებლის, რომელსაც გონია რომ იცი რა სადღაც კაკო თუ იყო და შენ თუ იქ წახვედი ან ვიღაცა თუ იყო და შენ წახვედი, ეგ ცუდია და არ მოსულა. ეგ ძალიან სთა კატეგორია. ეგ არის როგორი კატეგორია, იცი? აი ძალიან ფანატიკოსები რო არიან აი. ხო, მაგრამ YouTube-ს ყავს კარგი მაყურებელი. მაგას ვამბობ, მე ხა კარგი მაყურებელზე არ ვლაპარაკობ. მე ხო, არ მინდა რომ სუდი შეტანილობა დაგჭეს. არა, მე გადავები YouTube-ის აუდიტორიამ, თუმცა YouTube-ის აუდიტორიაზე რომ YouTube-ზე რომ ადამიანები კომენტარებს წერენ და კომენტარებს რომ მიწერენ და ის რაღაცა 2 მეტრიანი ტექსტები და ანუ აი გააზრებულენ, ხო არ გადავარ. ტოპ მაყურებელია და ტოპ კატეგორია YouTube-ის მაყურებელი ზოგადად. მაგრამ აი მე მომფაი ვიღაცები უეჭველი ძმაო შანსი არა YouTube-ის მაყურებელი ეგეთ რაღაცა წერდეს, რომ აი ხო აი ეგ არის აი TikTok-ის რაღაცა ხო იცი ლაივში რო არჩევენ და დედი
ინებენ იქიდან გადმოსული მაყურებელია ეგ ხო, ხო. რა. YouTube-ის მაყურებელია დენესო. ეგ ეს ნელ-ნელა დაიხვეწება. დაიხვეწება, ამიტომ რა. ნახე, ანუ ეგ მარტივია რა, ანუ შენ თუცა ნაყოფი ხარ, მეც წავა რა, მე ჩემსას გავაკეთებ, ჩემ მუღებს გავისწორებ. შენი გაისწორე, შენს გიყურე, შენ მაყურებელ, მეც ჩემმა შენს და შენმა ჩემს. რა პრობლემაა, ვერ ხვდები, ანუ ახსნას ვერ პოვებ, ეხა სოსო ძმა მოვლილია ქვეყანა, სოფლიო. აი, აღარ წავიდეთ არსად, ანუ რა. ერთ წამ. სოსოს ვარშავაში აქვს ბლოგი გადაღებული? არ ვიცი. არა. არც უნდა გადაიღოს. იმიტომ რომ შენ გადაიღე. ჩვენ გადავიღეთ და მე მგონი უკვე სოსო გეხოცები, ჩემო ძმა. სოსო ვარშავაში აღარ წახვიდეს, აკრძალულია. ქვეყნის აკრძალული გაიგე. პოლონეთში ვარშავაში ნამყოფი და მე მგონი ახლა ეხლა Wonder Woman-ი იყო, ეხლა ათუ არა, პრაღაში იყო Wonder Woman. ხო, ანუ ყველა YouTuber-ს რომელსაც ამ ვიდეოს, ანუ რომლებიც ამ ვიდეოს ნახავთ, იცით? Wonder Woman კი, Wonder Blonde. Wonder Blonde. სოსომდე ეს კაცია მარიამ ზარანდი. სოსო. იცი მარიამ ზარანდია Wonder Blonde. YouTuber-ი არის, ეგეც დადის მუზორს. ძალიან კარგი გოგოა, ძალიან საყვარელი გოგოა. ტასაო. მაგრამ ძალიან უყვარ, აი ენერგეტიკა მომწონს მაგოგოსი რა კარგი ვიდეოს აკეთებს ხო? ასოროს ხო. მოდი ეხლა რო არ გავაგზავნოთ ეს თემა, უცებ დისებს წავიკითხოთ მაყურებელი ვინც ელოდება იმათვის. შენს რავი შეაფასე, როგორ გაგდისეს და გაგდისეს ამიხსენეს YouTuber-ი. გადის რა არის ის რაღაც? არა, უარ გადის რა არის, რეპ დისი არის ის რაღაცა რომ იგივე თემაა ხო? სახეს გახევენ რა. ჩვენ მოვითხოვეთ რომ გაგდისეთ თქო და გარეპეს ჩვენზე რაღაცეები. გასაგები. შენ ერთი წაიკითხე მე ერთი, ხო? არა, ორი. იმის მე წავიკითხო საუკეთესო რომელიც იყო? მიდი თუ მე წაიკითხე. აი, საუკეთესო რომელიც იყო, ჩემი და ბენის აზრით, რომელიც არის ზურა ლომინაძე, რომელიც ალბათ არის ტაჰა. და თუ ტაჰა არ ხარ, ჩემო ძმაო, გადი. რებეთში რომ მაგარი ნიჭი გაქვს. მოკლედ გამდისა მე. თან ისეთი რაღაც დაწერა, რომ თუ ბენი უნდა აირჩიოსო დისი, მაშინ ვახოზე დავწერო. მაგრამ მე ავირჩიე და მან ბენი მას აირჩია. არშემდგარი კარიერა, იუმორიც ფუჭი, ანდერსონის გარეგნობა ამოჭრილი კუჭი. რაც დათესა იმას იმკის კიდევ რისი ღირსია, ერთადერთი საშველი ხო მისთვის მხოლოდ ფრიქსია. YouTube-ის შავი ლაქა, ნიქნეიმად ბოლოთა, არშემდგარი ხუმრობით გაგვატარა გოლგოთა, ამიტომაც აღარ უნდათ არსად მისი მიწვევა, ბენის გვერდი ჯდომა არის ერთადერთი მიღწევა. მარტო ისევ ვერ გაკაჩა დაიხმარა მან სხვები, აბა ისე ვერ დაწერა თავის არხზე ნახვები, ფრიქსმაც ჭკუა იხმარა და გვერდით ვიღაც დაუსვა, ამით ვახოს უმწეობას ნათლად ხაზი გაუსვა. მე ძალიან მომეწონა სხვათა შორის ხო кайიყო. ადამია რა. მადლობა ზურა შენ მიიღე 15 ჩიპსი დაახლოებით თუ 20 არ ვიცი, ბევრი მაქვს მოკლედ და ბევრი ჩიპსი მიიღე. პირადად გაძლევ ანუ. კი, ანუ Instagram-ზე მომწერეთ, ვახტანგ ბლოტზე, ჩემ Instagram-ზე მომწერეთ და თბილისში ვინც ხართ, პირადად მოგიტანთ მე და მამაჩემი რო დგას გარეთ. მე და მამა დავუწევთ ამ მამას ხო რო წვალე. მიუტან სახში ეგ არა. აბა შენ წაიკითხე, ვინ შენი გამარჯვებული? არა, მე ბევრი მაქვს არჩეული და ერთ-ერთი რომელმაც მინდა რომ მოიგოს არის ეს მახო აბულაძე. კი ბატონო. ეიო, ვახომ როცა წააგო ჩაიხა და შარვალი, ვახო გადაიკუზა ბენიმ შეიყო ხანჯალიო. აი ეგ დამევასა ძალიან მახოს პატარა შაირი. შესაძოდაო შე. ძალიან მაგარი იყო. შესაძოდაო. კაი. ეს არის რომელიც დაგევასა? ეგ არის? აი, მოდი მე ვიტყვი ბენი რომელსაც არ კითხულობდა. რატომ? წაიკითხე მაშინ. ნახე რა არ კითხულობდი. მე რაბანაზე მინდა წავიკითხო და მაგიტო. კაი, მიდი რაბანაზე. გამარჯვებულია რაბანაზეც. არა, უბრალოდ რაბანა რო გადისა ძალიან გამიხარდა. არა, ერთიოთ გამარჯვებულია. გამარჯვებულია, ხო? რაბანაზე? მე ვამარჯვებინე. მიდი. ბიჭო, სულ მე და შენ გვისავრე. აი ეს რაბანა ძალიან გამისწორდა. მოდი დავწეროთ რაბანაზე, მას უნდა რომ გახდეს საბა საპანაძე, რაბანა დაჭდა გატეხა კაკალი, მისი ოცნება რომ გახდეს მესიზე მაღალი. რაბან მგონი ეს სიზმარია შენი საყვარელი საჭმელი, ხო ხინკალია, მგონია ჯობია რომ შეჭამო ტვიქსი და მე როცა მოვიგებ შეჭამ ფრიქსის. ვაუ, წარდგერია ფრიქსი. მე აქ ყველაზე მეტად ის მომეწონა რომ დისავენ რაბანას. კი ბატონო, გასაგებია. კაი. ეცოთი, კარგი ახლა. ეხლა მე წავიკითხავ ტეტრისზე იყო ერთი ესეთი. შეიკრიბა 4 ტიპი უაზრო და დებილები, გადაცემა გააკეთეს და დაერქვეს ვეზირები, ასრულებენ სასჯელებს და პასუხობენ კი ან არას უაზრო კონტენტის გამო სპონსორებიც აღარ აყავდათ. სანამ გაერთიანდნენ ყველას თავის საქმე ჰქონდა, ერთი ჩატში გადააობდა, მეორე კი ტრანსაობდა, ერთი TikTok-ს განაგებდა შავი იუმორის ძალით, ერთი კიდევ ჩალიჩობდა არტისტობას დიდი თავით. ბოლოს მაინც გადაწყდა რომ მათი გუნდი დაიშალა, ზოგი YouTube-ზე დარჩა, ზოგმა თავის საქმე ნახა, მაგრამ ერთი არ შეშლიათ სახელშია მესიჯი, ძის დაეცა და გასწავდა დაიშალა ტეტრისი. აი ეს მომწონს ძალიან. გიორგი მაკაძე 15.
ეგ ჰეითერები არიან თუ პროსტა არა, პროსტა. იკაიფებიან. ეს მოწოდებულია, რომ აი დაგვაჯვითო რა ეს. ვინ მოუწოდებს ხალხს ეგრე, რომ მიდი დამაჯვრო. ეს იყო 3. და მეოთხე ეს არის შენი გამარჯვებული, იცი წავიკითხო? 3 როგორ იყო, bro? 2 წავიკითხე მე და 1 შენ. 2 წავიკითხე მე. კაი, მაშინ მე 5. ვახომ ჩაიხადა შეუდობენ ხანჯალიო, ეს ჯონი გამარჯვებულია. კაი და მე 5 გამარჯვებულიც ერთ מחარაზეც ბევრი იყო და ერთ შენს გულს გაგიხარებ თან. მე არაფერი არ მიხარია გასა. არა, ისე იწყება რომ დაეთანხმები. შურიანი თანაც ბოღმა, წვერიანი ბიჭი, კაცია თუ სანცარა ვერ გაიგეს ბიჭი. ძალიან ბანძი ხონრობებით თანაც ძალიან ჭინჭყლი, მაფიაშიც იყო თავიდან მაფიაშიც იყო ქონდა კლოუნების სპიჩი. ცალყურზე საყურე, ლოგოპედი ნიდით, თან ჩავარტყი თანაც არა ფანჩლაინი დიდი. PS ხუმრობა გვევასები מחარო. ეს YouTube შუკამ დაწერა ეს. რო არ ეთქვა, ხო იცი, מחარ თავიდან შენზე მეგონა. პირველი ლაინი ცოტა ემთხვევა რომ ანუ მე რატო ვარ შურიანი და ბოღმიანი? ანუ ეს მომიგონეს מחარას ფანემა შეჩემო რომ შურიანი ბოღმიანი რატო ვერი მათ პროპაგანდას? რა მე מחარას ხო 24/7-ზე ვუყურებ და პოდკასტს. რა უნდა მუსვა? აი გვერდზე მიზიხარ რამდენი წელი გეხვაწები რა, გეხვაწები გაჩერდი ვახო რა. რა გაჩერდი. აი ხალხი იყურებდა ლაივში და მე პირზე აი ესე გიკეთებდი ლაივში. სად? იქ ლაივი რო იყო სახრაშუნო მაშინ. რომ რაღაცეები არ გელაპარაკა. შურიანი და ის დადგებოდა ვიღაცა. ან შურიანი რატო ვიღაცებზე სიმართლეებს უვალაპარაკობ? ეგ არის შური. არა, ნახე, მოდი ეს რაღაცას ვეთქვი რა, ყველა სტუმარს ეკითხებოდა სპონსორისგან ყველაზე მეტი მაყურებელი. ხო, შენ რამდენი გიყ ყველაზე მეტი სპონსორისგან? 7000 ლარი. ლარი. YouTube ვიდეოში თუ TikTok ვიდეოში? YouTube ვიდეოში. და მე იქვე მეორე სიტყვაში ეუბნება და ახლა ნუ ეხლა ეს ორი თვეა რაც სპონსორები. ნუ არ ვიდეოში 7000 ლარი. ხო. მაგარია. ორივესთან მაგ ისეთი კითხვა. აბა. ადამიანი სადაც იყო ვიცით. წარმოგიდგენთ ხა მაყურებელთანაც კითხვა. ადამიანი იყო ინდონეზიაში ხახთან რომელიც ესე ვთქვათ თავიანთ მიცვალებულებს აცეკვებს თხრიან ზოგს არც მარხავენ და შენ მე და შენ ჩავედით და უთხრათ რომ იცით რა მეგობრებო ეს არის საზიზღრობა ეს არ შეიძლება ეს არ უნდა გააკეთო ის რაც გვეტყვის მართალი ხარო თუ ჩემ ტრადიციებს ებრძვიო ხო ეს ნეგატივს ტრადიციებს ებრძვიო მაგრამ ხო ბოდიში და რა ანუ საზიზღრობა არა ანუ ნახე როგორა შენი გადმოსახედიდან საზიზღროა დააყოლე რომ შენი გადმოსახედიდან არა ზოგადი გადმოსახედიდან ზოგადი გადმოსახედიდანაც შეიძლება ხო ანუ უმრავლესის გადმოსახედიდან რა თქმა უნდა საზიზღროა ეხა როცა ბებიას ფეხზე აყენებდა ესე დაათრევდა რაღაცა ანუ გასაგებია მაგრამ ახლა იმათ შვილი ბავშვიც იყო შენ ვიდეოში რომ ნახე ბიჭო ოღონდ ის შეფუთული იყო აი მე კიდევ კარგი მაგ შემეშინა ხო ის მე ბავშვი არ გახსნათ ხო თან ქრისტიანები არიან მართლა ბიჭო კონკრეტულად ტორაჯაში ცხოვრობს ხოლმე და ხოლმე ქრისტიანები დანარჩენ სულ მუსლიმები არიან მთელი ინდონეზია სადაურ ქრისტიანები არიან ისინი არიან პროტესტანტები არიან თუ სწორად მახსოვს პროტესტანტები თუ არიან შეცემა ნახე ანუ მაგათვის მაგის გაკეთება არის ძალიან დიდი ანუ პირიქით პატევის მიგება და ანუ აი პირიქით ჩათვალე რომ ანუ აი ძალიან დიდ პატევს სცემენ აი მე ფანჩი დუპლესის რო ფანჩი მაინტერესებს რა ბიჭო ან ის ფანჩი რო გაინტერესებს იმას ვამბობ ვიღაცა რო გეუბნება რომ ეს ცუდია ის კი არ უნდა თქვა რომ ტრადიციებს გართმევენ. შეიძლება მართლა ცუდია და უბრალოდ ჩვენ ვერ ხვდებით რაღაცეებზე რა. რაღაცები შეიძლება იყოს. ანუ მე მახსოვს რომ 90 რაღაცა პარალელსავლებ და ვერ ხვდები აზია. პარალელსავლებ 90-იან წლებში თუნდაც ჩვენთან იყო გაწასების ინსტიტუტი და 15-16 წლის ბავშვებს იტაცებდნენ და ზალადობდნენ და რჩებოდნენ ცოლებად და მაშინ ვიღაცის რო გეთქო რომ ეს არაკაცურია მოგკლავდნენ. რას მინა არაკაცი ჩემი და მოკლა. ეხლა შევიგნეთ რომ ეს მოტაცება არ შეიძლება, იმიტომ რომ კანონი შემოვიდა. რაღაცეები დღემდე ჩვენ გვაქვს ცუდი რაღაცები. რაზეც რო გვეტყვიან ხოლმე რომ ცუდია, აი ტრადიციებს გართმევენ. არ არის ეგრე. იმას ვამბობ რომ რაღაცები შეიძლება ჩვენ ძალიან ნორმალური იყოს, როგორც ინდონეზიელებისთვის ის რაღაცა. ძალიან ნორმალურია იმათთვის, მაგრამ საზღვრაა. ან გავუგოთ სხვას, ეხლა დუპლესის რო აგინებდნენ ჩემო ბრძოლის წინ იყო, რომ დუპლესი არის მებრძოლი UFC-ს, რომ ტუჩებში კოცნი და თავისი გუნდს რა. იმიტომ რომ ტრადიცია იმათან მოსულა რომ ტუჩებში აკოცოს კაცმა კაცს რომ ის ჩვენთვის საზღვრაა ხო მაგრამ იმათა ტრადიცია ჩვენთვის საზღვრაა ხო. ხო და აი არა მაგის მამინდოდა მე მგონი სწორად გადმოვიცი რომ ვიღაცის ტრადიციებს უნდა უცეთ პატივი. მე ეხა მაგ ტრადიციებს არ ვცემ პატივს ფარა. ხო ეხა პატივი უნდა ცე მაგრამ შეგიძლია გააკრიტიკო რა. ხო უცნაური იყო ძალიან. არა ვერა უკძავ. ტოპ უცნაური. მან ისე დაესტრესე, სუნი იყო რაღაც. არა, სუნი იყო. სუნი არ ქონდა. არც საფლავში ვაშინგტონში შევედი, არც არ იყო სუნი, იმიტომ რომ რაღაცა ფორმალინი თუ რაღაც ეგეთი ქვია რა. ფორმალინი არის რაშიც ინახავენ. მაგის ინექციას უკეთებენ.
კიდე რაღაცებს უსვამენ და ნუ ასე სისტემატურად რომ ამოყავთ, ამუშავებენ და ნუ სუნის საერთოდ ყოველ წელს ამოყავთ, ხო? ზოგან არის ყოველ წელს, ზოგან არის ამ წელსში ერთხელ. სამწელსში ერთხელ. ფორმალი ნიცი რომელისა ამ ფილმებში და იმებში Resident Evil-ში ნახეთ თუ ბანკები რო არის ხომ შენ სითხე რო ასე. ასე ბავშვები რო დებდნენ ხომ ეს ებრიონები. მოუ იმენა აი ჩემზე უკეთესი თმა ქონდათ მართლა. არა ნახე. იმენა თმა იყო რა თქვი საუბრობ. ანუ ვინა hairline-ი და რა diamond-ი და რა ყველაფერი. თმაზე გამახსენდა. ისე იმ ხალხთან გააქვს მაინც კონტაქტი New Wine-ში ვინებიც იყავით? ახლა სანდრო ვიცი რომ ახმოვანებს. თმაზე რა გამახსენდა იცი? სანდროს გრძელი თმა ქონდა და გაცვიდა. სანდრო? კახეთელიძე. სანდრო აი რო ახმოვანებს. კაცია. მსახიობია იმენა ხო. ხმა აქვს მაო. და ჩემპიონი აი გაგას ევროტურის პირველ ვიდეოს დავდო YouTube-ზე, მანდაც სანდროს რაღაც მონაკვეთებში ვოისოვერები. ვოისოვერი კი ეს გახმოვანების მომენტები. კიდე იყო, კახი იყო, თუ არ ვცდები. კახა. იყო კი. და კიდე ერთი გიორგი. აუ შენ გიორგი არა. სალის მე ხო პირად დავსვდა რატის აქ ნათქვამი რა რომ ებეჯო კითხვას დავსვი და ხო არის სად არიან დღეს დანარჩენები ჩოლო კარგად არიან green card მოიგეს ამერიკაში რაში გაინტერესებს ბიჭო ის პატარა ყველაზე ვინც იყო კახა ეგეც ძალიან კარგად არის თავის საქმეებში უკვე ტიპია რა ანუ ხო რა სანდრო ახმოვანებს მესამე გიორგიც კარგად არის და ბიჭო სანდროზე ვიცი და მეთქი რაღაცა ისეც ხო არ ჩალიჩომე და თვალი და ხო არ გამომეპარა მეთქი არა მაგებში აღარ არიან მაგრამ სანდრო მე მგონი YouTube-იც გააკეთა ეხლა და ხო სანდრო რაღაცებს აკეთებს voice-over-ების ის მულტფილმებს და აღა დაგაინტერესა არა იმენა მაგარი ის არის რა მაგარი კაცია ხო ისა სალიზე მითხრა რატიმ რა რატის ბარონ ხო იყავით თქვენ ადრე გადაცემაში რომ მაგაზე მეტსო აი ძალიან ბევრი კაცი სვენსო ხო ანუ მე მითხრა რომ მე სალიზეც არავინ არ სულ ხო არ კაცები ოსვენ რატის ბარს უნდა და ჩაეტერებინა ისა რა ქვია დალევის ჩემპიონატი და სალიწერავაო რა და მეთქი სალიწერა გოგოების იმაში ცალკე გავაკეთე არა კაცო რა გოგოების იმაში კაცო კაცებთან რომ რავი აი პატოს და ჯენგოს დაუდგებაო რა ისე მაგრას მართლა ეგრეა შეუულია რა ანუ გოგოს წააღლ შენ ესა ეხა უყურე კიდე ერთი რაზეც უნდა ვისაუბროთ რასაც ხშირად წერდნენ ალბათ იცი რა თემაზეც უნდა გკითხო აი რაღაცა აზე ვიდეოებს იღებდაო და გადაგვაგდო და რაღაცა რო წერენ. აი ეგ რა ხდება რომ ამას. დავაი ვილაპარაკოთ. არ ვიცი, მე არ ვიცი. მე ვიცი ჭორის დონეზე. ჭორი ვიცი, არა დენიზმაო აი. შენს თქვი რომ უნდა თქვაო. ხო, უნდა თქვაო. მაგაზეც ვაპირებ ვიდეოს გაკეთებას და ნახე რა იყო ანუ ეგ იყო კარჩე ანუ მე გადააგდე თუ პროსტა გავუყარ. აი სისტემატურად ყრი ხოლმე თოში 3 ადამიანს ყრი და მაინც ესე მაინც გაგშეკვეთე. მართლა? თოში 3 მოხდომი მიზანი 3 ადამიანი თოში უნდა გადავაგდო და მე აი ეს მიზანი შეგხოლცატრიც გექნა. ხო ეს აი მოთახში. არ მაინტერესებს მართლა რა თემაა. მაგიტომ მიადგე ეს ისა. ჯოყური როგორი თემა იყო ნახე. სადღაც ერთი ალბათ 5 წლის წინ თუ რაღაც ეგრე რა ზუსტად არ მახსოვს ხა შევავწდები ანუ მაშინ იყო როცა პირველად მოხდა ეგეთი რაღაც დაიპოსტა რა. რაღაც ვიდეოს თემაზე იყო ეგეთი ის რა. აი რომ აი მაყურებელს რა ვუხსნათ რა მოხდა აი ზუსტად მე არ ვიცი და მაგით. თუ სწორად მახსოვს ანუ მაშინ დაიპოსტა რომ ვიდეო არ მომწონსო თუ რაღაც ეგეთი და ვერ უკავშირდებიო თუ რაღაცა მოკლედ ანუ ესეთი თემა იყო რა. ანუ ვიდეო გადამიღო ჯობავამო და არ ჩამაბარაო. არა ეგეთი პოსტი არ მახსოვს. მე მგონი როცა უბრალოდ ვიდეო არ მოეწონა რა რომ აი ესეთი ცუდი ვიდეო ის არის რაღაც ეგეთი პოსტი და იდო მაშინ მოხდა პირველად აი ესეთი რაღაც რაც ეხა მოხდა რა და ანუ აი კომენტარებში რაც ხდებოდა მაშინ რა ჩვენც გავაკეთეთ ექსპერიმენტი სალიმ რაღაცა ეს აკაუნტი გავაკეთეთ და დავწერეთ რაღაცა ესეთი რა ანუ აი მოგონილი სიტუაცია და ანუ კიო ვიღაცა კომენტარებდა მეც ვიყავი მაქორწილში და რაღაცა რა ანუ ხტები ძალიან ბევრი რამე ისეთი დაიწერა რომ ანუ აი ტელეფონით იღებს ქორწილებს ეგ არაა პრობლემა თავი არა პრობლემა რომ არა გავიგე ერთი რა იყო იცი ტელეფონით იღებს ქორწილებს ანუ კაიფში იყო ქორწილში კაიფობისე მოსაწევსაც კი აღარ მოწევი და ანუ დრაგებზე იყო შელაპარაკეზე მეტი ანუ მაქსიმალური ალკოჰოლი და აი მაგით მაგ ეს კუთხე რა ო აი მეგონა უკან არის ალკოჰოლის ვინო იაგერი მეოსებზან და ეს ავა ნერწყვი მოვიდა იაგერზე ეგრე ვერ დაინა ხო და გაჩხერილი იღებდა ქორწილსო თუ რაღაცა ეგეთი ანუ გადაგვაგდო თუ რაღაცა. ნახე რა თემა 10 წლის წინ დავიწყე ექსპერო რა. 10 წლის წინ სიტუაცია როგორი იყო, იცი? აი საერთოდ სხვანაირი რაღაცების კეთდებოდა ეს ქორწილის ვიდეოები და ესეთი რაღაცები რა. და ნუ დავიწყე ანუ 10 წლის წინ ეგ თემა პირველად რომ რაღაცა სხვანაირი გავაკეთე, მე ხვდები რაღაცა უცხო გამოვიდა ეს პირველი ქორწილის ვიდეო რაც გავაკეთე რა. მე მეორე ვერ მესმე და რაღაცა მოხდა გადატრიალება თუ რაღაც მაგ სფეროში, მე ხვდები ანუ
რაღაცა აი ისეთი რაც არ კეთდებოდა, ეგეთი ვეცადე რომ გამეკეთებინა და ძალიან წაიღო ამ ვიდეოებმა რა, ანუ ძალიან გაბაზრდა და შენ აზრით კონკურენტები გიწევდნენ რაღაცეებს? კონკურენტები ჩემი აზრით კი არა, პატარძლის სკრინი შემიძლია გაჩვენო, მაგრამ იმ ვიდეოსთვის ვინახავ. სადაც პირადად ანუ აი კოლეგები რომელსაც დღემდე ხელს ვართ მე შეხვედრისა სადღაც გადავუკვეთოთ პროცესში, ესე წერდნენ ამ კონკრეტულ ჩემს პატარძალს, რომელიც მე ის რა თქმა უნდა გადავიღებე, რაღაცებს წერდნენ კოლეგები, რომ აი ესო კაცო ვაფშე არ იღებსო არის კამერებიც არ უარგავ რაღაცა ვისა და ანუ აი ესეთი რატო მაშინაც ვერ ვიგებდი. ერთი ჭორი ჩვენთვის იცი. მაგრამ ყურე 10 წელს წინ ეგ თემა რომ მოხდა, ანუ დავიწყე გადაღება. ძალიან გავარდა ეს ვედინგა, იმიტომ რომ მაგარი ვიდეოები გამოდიოდა მართლა, ანუ დღეს რო უყურებ, ანუ დღეს არ არის მაგარი, მაგრამ იმ სიტუაციისთვის, იმ პერიოდისთვის იყო და აი ძალიან სერიოზული ვიდეო, ძალიან გაბაზრდა და აი მე რო წარმოდგენა მქონდა რომ ერთი 3 წელი დამჭირდება რომ მოვიხოდო ამ სფეროში, მოხდა ყველაფერი 3 თვეში. თავისთავად რა, ანუ როცა ადამიანი ეგეთ სფეროში ხარ, რომელსაც ქვია ქორწილი და როცა ესე მოგაწყდება რა პირველ რიგში, ანუ ძალიან ბევრი ქორწილი მქონდა რა, ანუ ეგრევე რა, რუსთავად ზად რეალურად არ ვიყავი. ანუ მე რო წარმომედგინა რომ აი ავიღებდი თვეში მაგალითად 2 ქორწილს, 3 ქორწილს, რაღაც იქ აპარატურას გავავითარებდი რაღაცა, ანუ მაგრამ მომაწყდა რა და მაგრად აბიტანეს ის რა ქვია ტრაფიკი თუ რაღაც ქვია რა, ანუ ეს ბევრი ქორწილი და ძალიან იდეალურად მოკლედ მიდიოდა პირველი 3 თუ 4 წელი თუ რაღაც ეგრე რა. ეხა უყურე. კომენტი ხო მიდითქვი? ხო და ანუ ნახე დაგვიანების თემა რა თქმა უნდა ყოფილა ძალიან ბევრჯერ რა. იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ყოფილა რა, იმიტომ რომ მესმის რომ ეგ რა თქმა უნდა კლიენტის ის არ არის რომ რა ქვია პრობლემა რომ შენ აქ შენი ადამიანური ცხოვრება აქ და შეიძლება ვერ იყო მონტაჟის ხორცზე და ეხლა გესმით ხო მონტაჟი რა როგორ თემა რომ მომონტაჟო ეს არის საჭმლის კეთება რომ ხო ხტები აი იცი რა და ინსტინქტურად სიცხეზე შეიძლება ანუ ჭირდება კრეატივი შემოქმედება იქ რაღაცა ანუ და არის ხო მომენტი რომ ვერ ხარ ამის ხორცზე რა ერთი დღე არა დღეები თვე შეიძლება ვერ იყო შეიძლება უჯიხში რაღაც პრობლემა მქონდეს ისეთი ანუ მომენტები იწელება ეგ საერთოდ არის კლიენტის პრობლემა მაგრამ ანუ ყოფილა და კიდევ ბევრჯერ საუბრობთ იქნება მომავალში ყველასთან ანუ არავინ არ თქვას არც ერთმა ვიდეოგრაფად ფოტოგრაფს საქართველოში არა საერთოდ რომ ეხა ჩვენი ოპერატორი აქ გვიყურებს ბედნიერ რა ეს ვიდეო მალე უნდა დამონტაჟდეს მაგ ხო ანუ ყოფილა რა ესეთი დაგვიანებები ყოფილა მაგრამ ის რომ ეხა შენ აქ ვიღაცები გადააგდე და გადმოაგდე და რაღაც სიგიჟეებს რო წერნენო კაიფში ქორწილში კაიფში მიდიხარ ტელეფონით ეხა სისულელე რა აი მაგაზე ვაპირებ ხო შე YouTube-ზე ფიქრობ ეხა ფიქრობთ მაგ მომენტს რა ანუ რომ რაღაცა იმის გაკეთება მინდა ანუ YouTube-ის რუბრიკა თუ რა დავარქვა არ ვიცი რა ანუ სადაც ანუ ესე პროსტა მეც ეგეთ რაღაცა კომენტარებს ანუ კარი იქნება ღია მოვიდეს ესე დავждეთ პოდკასტში და თუ ტიპი მაგას დაამტკიცებს ანუ რაღაც ბიუჯეტი მექნება აი 10000 ლარი პირობითად ესე იდება ქეშად და ვინც მაგას დაამტკიცებს აი ეგეთ რაღაცებს ასწერე ვინც მაგას დაამტკიცებს რომ ანუ აი ეგეთ სიგიჟეებს ასე კომენტარები და ვინც იტყვის რომ აი ესე იყო მართლა ესე იყო ანუ წაიღოს რა რაღაც ეგეც ვაფიქრე რომ მე ურეკავ რაბანას რომ გამოიძიოს საქმე ოპა რაბან საქმე გამოიძიო ანუ მართლა იმიტომ რომ უბრალოდ ეხლა აი მაყუთისდება გეი ხარ მე აი არის ნახე არის უყურე პირობითად დავწერე რა ანუ აი შენზე კომენტარში გეია რა ანუ მე შენ გაგდებ სიტუაციაში როცა შენ უნდა იმართლო თავი მე მიხვდი ანუ როგორი პროჭი გამოდიო რა ანუ მაგ დროს მე რაღაცა მოვიგონე მე რაღაცა გითხარი დაგაბრალე და დავა ეგ კგბ-ს მეთოდი არის მართლა კგბ-ს მეთოდი ისეთ რაღაცას ტიპს უკეთებდნენ ანუ ისეთ რაღაცას სიტყვიერად ისეთ რაღაცას დააბრალდებდნო საზოგადოების თვალში მე ამას ან უნდა რაღაცები ემართლა და ეხლა წარმოგიდგენთ TikTok-ზე ვიღაცა ამდენი ის იყო რა ქვია ამდენი არის ხო TikTok-ზე გიჟები და წერეს ვიდეოს რა რომელსაც აქვს პირობითად 100000 ნახვა იმ 100000 ნახვიდან შეიძლება ორიგინალი ნახვა იყოს 40000 ხო 100000 იმიტომ რომ ბევრჯერ უყურებს ანუ 40000 არ მოიმატეს რა ხო ან რაღაცა ანუ 10000 კაცი ვთქვა რა 10000 კაცი შენ ვიღაცა შეიძლება დააჯერე 10000-დანო აი 200 კაცმა დაიჯერა რომ მე მართლა გაჩხერილ მე წაზიატყვი ეხა შენ მეუბნები გეი ხარო რომ მეუბნები ამას შოსოთ პრომოში გეი ხარ მე რომ აი მაგ შოსოთ პრომოში ხო და ნახე რა მე ხა შენ ეგეთ რაღაცას შეზე ვიძახი და მიდი და ეხა რაც გინდა ისქენი რა თავი იმართლე რა ანუ ეხა შენ ხო ვერ გამოეკედები TikTok-ში გაბაზრებულ ნახვებს სათითოდ ხო ჩამოარ გაგდებენ სიტუაციაში როცა შენ პროსტა ვეღარ ვერ იზაბე რა უნდა აი მაგაზე ხა თავარი კითხვა უნდა გისვა იცი რა შენ კაკრას ეგ მოვიფიქრე ჩელენჯი რომ შენ ხო იცი ხო ამბობ რომ გაჩხერილს ჯერ მოდი დაამტკიცე წაიღე თუ არ დაამტკიცე მოგ მე ჩემგან რაღაც უნდა მიიღო რა მოფსამ ბარიგა რომ მოვიდეს მოფსამ ოპა აი მოფსამ ახლა ვეწავიდე თუ გინდა მიდი დავაი ამოვაგდე ექსკლუზიურად მე ყორო ამოვაგდებს ნარკოლოგიურში ეგრევე აქეა ანუ მოკლედ ანუ დაგვიანებები ყოფილა მაგრამ აი გადააგდოდა ანუ ჯერ როგორ წარმოვიდგინე დაგვიანება რამდენი 4 წლისა უკვე ბავშვი თუ არა 4 წლის არა ეხა ყოფილა 3 თვიანი ყოფილა 4 თვიანი ყოფილა დაგვიანება და ეგეთი რაღაცები ყოფილა რა მაგრამ ანუ ის რომ და ბოლოს მაგათაც კი მომწეთ რომ აი ხო არ გადავღირდა და ძალიან მაგარი ასწორებს ის არ ყოფილა ბოდიში კიდე ის არ ყოფილა რომ წყვილს გავუგზავნე ვიდეო და უკვე დავშორდი თუ ეთქვა კი ყოფილა გეშევ სანამ გავუგზავნე ერთხელ ბანანდეს დაშორებული
ძალიან ბევრი ეგეთი საინტერესო ისტორია არის ქორწილებში რა. მაგრამ ანუ ეს ტიპი გადააგდედა, ანუ როგორ შევეხე მე შენ აი წარმოგიდგენ ქორწილი გაქვს რა. პოდიში მაგარი გადაობა. არა, ყოფილა მართლა. ვიდეოს რო უგზავნა, აი თქვენი ქორწილი და დავშორდით. ლეს დაიკიდა. აი ეხლა მე შენ გადაგაგდე რა, წარმოგიდგენ ქორწილი გაქვს და გადაგაგდე. აი გადაგაგდე. და იცი რომ აქ ვცხოვრობ რა, YouTube-ს ვაკეთებ. TikTok-ერი ვარ, რა ვიცი, Instagram-ერი ვარ. იმის მერე ქორწილებს ვიღებ 10 წელია და შენ გადაგდებული ხარ და შენ ჩუმად ხარ ესე? არა, და გაკეთებ? ანუ არ მოდიხარ, არ მელაპარაკები, არ მიჩივი, ვეღარ არ დადიხარ. ანუ ხო ხტები მაგას გაუნები და ეხა. ხო ხტები ხალხს ყრის არა, ანუ კაროჩე. ხო, ნახვის გულის ხოლმე მეგობრებო. ყოფილა რა თქმა უნდა ზმაო რომ დაგვიანებები ეხა თავისთავად, მაგრამ ესე გადააგდე და გადმოაგდე და ისა და ესეთი რაღაცეები, ანუ დამას მევინე კითხვა. მიდიგე დასვი. აი ეს კითხვა რო არ დავსვა, მე მაყურებელი კომენტარებში დამაჯვავს და მე შენ დაგვასყდი აგერ. კარგი. უნდა მეთქვა. ძალიან დიდი ხანი ვიყავით, ოღონდ მარტო. აი ეს რენდომად უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მინდოდა. აი პროსტა მინდოდა. წინ ბოდიში რა, წინა ვიდეოში ბენი. აი წინა ვიდეოდან მინდოდა რომ მეთქვა. წინა ვიდეოში ბენი წამა ცხარე პოპკორნი ერთი ცალი, რომელიც მე კაკომ და ლაშა გელაშვილმა ჭამეს 8 ცალი ვიდეოში. სად? ლაშა გელაშვილმა თავის ვიდეოში ჭამა 8 ცალი და 8 ცალის ჭამა კაკომ. შენ ერთი ჭამე და ტიროდი. და კომენტარებში ბიჭო მაგინებენ რომ საწყალი ბენიო დაიტანჯაო და ვახო შეგამოს საწყალკაც როგორ იცინიო რა დადგა შოუში ხალხავი შეაცოდა იმის წინ მოკრივე აიცადებ ერთი წუთი მოკრივე ნაოპერაციები ვარ რა ნაოპერაციები კაცი ვარ და მოკრივე დამარტყა მუსალში მთელი ძალით ჩავიკეცე ვერ შუნთქავდი ეს იცინოდა ამაზე არავის ვა საღოლსაღოლასიოდა ეს მთელი ძალით ეგრე მე და ტოზა შენ რო წახვედი ვურტყავდით ერთმანეთს სახეში მაგრამ შენ მთელი ძალით მთელი ძალით აი მთელი ძალით მოდი ჩავარტყათ ერთმანეთს თუ გინდა მთელი ძალით მთელი ძალით ვურტყავდით ერთმანეთს სახეში და არ გინდა რა გარყა მთელი ძალით გაგაზრო გასებული თავი აუ აი მე მთელი ძალით აი რო ჩაგარტყა 8 წელი კიკბოქსინგში ჩხუბობდი ამ თავ გასწევდი აუ ეს ბიჭო აი 8 წელი მეც რამდენი წელი ვთამაშობდი კალათბურთს მაგრამ ვარ ხო და გამარჯობა ახლა ტრაქში გამერწე შენი კიკბოქსინგი მე კარგი მებრძოლი ვიყავ მომისმინე ეცოთ ეს კითხვა რო არ დავსვა ეწყინება მაყურებელს რა იმიტომ რომ არის ეს კითხვა ძალიან ბევრი წელს ხომ ესეთ თემას რომ რაღაცა ფული შევუგროვეთო და მეო წავიდნენ დასასვენებლად აი ეს кейსი რომ მოგვიყე რა მოხდა მე არ ვიცი მე გეტყვი და მაინტერესებს მე ვაფშე ეგ არ ვიცი გეტყვი ერთ-ერთი იყო კომენტარში რომელსაც ჰქონდა 400 ლაიქი თუ რა არა რამოდენიმე დაწერა ხო თანხა აუგროვეთ და მალდივებზე იყვნენო ხო ვის აუგროვეს მალდივებზე ნაყოფი არ ვარ სალის იყავი სალისატო აუგროვის რა მოხდა ეგ სალის დედის ამბებზე იყო ლაპარაკი სულად რომ და რომ ოპერაცია ჭირდებოდა გუძლის გადანერგვა და აი ეგ ამბები რო იყო და გადაუნერგეს ხო და საბოლოოდ გადარჩა საბედნიეროდ და ზოგისთვის საუბედუროდ იმიტომ რომ აშკარად კამანდას უსწორდება რაღაცები რა ანუ აი ზოგს მე გაუხარდებოდა ეგ რომ მოხდა იყო რა და ანუ ეგ ფულს რო აგროვებ და კარჩეო მალდივებზე იყვნენ მე მაგის წასულის ბაჯე მადლობაში სათავად ნაყოფი ხო აი საერთოდ მალდივებში ნაყოფი ჰავაიზე ხო ანუ საერთოდ მალდივებზე ნაყოფი არ ვართ რა მით უმეტეს მაგ პერიოდში ხო და საიდან მოდის ეს ჭორი მაშინ ბიჭო მაგის გეუნები აი დედას ეგეთ ჭორებს იგონოს ყველასას რა აი ყველასას ხო და საიდან მოდის რა ვე ტიპებს უბრალოდ არ ვებასებით აი როცა ბედასალისად გავიჩნდეთ თავიდან იყო რაღაც ესე ძვირი დაждდა ეგ ოპერაცია ბიჭო ხო ანუ 120.000 ლარი ჯდება ეგ ოპერაცია თუ სწორად მახსოვს ხა ამაზე ვიღაცა მე ტვინის მოტყვა 121 ღირ და გააჯვი ანუ ხოხტები ანუ არ მახსოვს რაღაცა მოიძიეთ ანუ დაგუგლეთ ხო მე ის ფინანსდებოდა თუ რაღაცეებს წერნენო ის ფინანსდებოდა თანადაფინანსება შეიძლება იყოს მაგრამ ფინანს არა 100% ფინანსდებოდა და მე რა მაინც ბევრი ფული გინა უყურე 100% ფინანსდებოდაო რა მაინც ბევრი ჯერ კიდე ხა მაგაზე ამდენი გინება ბოდიში პირველ რა მესმის ამერიკაში რო გაწახვიდეს სასწავლებლად 100% გაფინანსებს რაღაც უნივერსიტეტში მაგრამ მაინც ძალიან 30000 ლარი გინა მაინც მესმის მაგრამ აქ ესენი გულისხმობდნენ იმას რომ იმენა ეგ რაც ჭირდებოდა და ეგ ფინანსდებოდა სრულად ანუ არ ჭირდებოდა თუ ფული ოპერაციისთვის კარგად მოიზიონ ანუ დარეკონმია ყველაზე მაგრამ 21 საუკუნეში ცხოვრობთ და 118 0-ზე რეკავდა გეუბნება როდის შემოვიდა დაფინანსება როდის გაიკეთა ოპერაცია რამდენი ჩაგირიცხეს ხალხმა ხوار გახსოვს სადღაც არ მახსოვს მაგრამ ალბათ 60,000-მდე იყო რა ბრავო მაყურებელს უკანასკნელი ის იყო რა ქვია იმედის სალის სისტემაში იმიტომ რომ მანამდე დანაზოგი რაც ჰქონდა ანუ ეგრევე ყველაფერი იმიტომ რომ ეს მარტო ოპერაციაზე არის ლაპარაკი რა იქ არის პოსტ ოპერაციული მდგომარეობა არის ეს არ ვერ ყვები მოკლედ არა ანალიზები პოსტ ოპერაციული ძალიან ბევრია სალის თავის ინსტაგრამზე უდეს ყველაფერი მაგაზე რა მაგრამ ვიღაცები არიან ანუ იმენა აი ჭუჭუები ვინც მაინც ცდილობენ რომ რაღაცა იმასთან რა ანუ აი მაგაზეც ხო ეგ თემები იმედია ჩემ არ გეცკინა არ მეცკინა რა არის საწყენი ანუ უბრალოდ ხო ანუ
ეგეთი რაღაცების გამო ვაპირებ მაგ YouTube კონკრეტული გადაცემის აკეთებას რა. ანუ ვინც რაღაცებს წერს. დამიმტკიცე ჭორი. მოვიდეს აი დამიმტკიცე რაღაც და მოვიდეს აგერ იდება ქეში, იმენ ამ ოთახში ქეში იდება თუ არა და აუ მოწონს ოღონდ თუ მაგას ვერ იზავს, აქეთ იქნება რაღაც გასაკეთებელი რა. ჩელენჯი რა. აი ეგ აკეთეს სტუმრით რა. ძნერი უნდა ჭამოს პირდაპირ გეტყვი. ჩემი კატის. კაია. სტუმარი ყავდეს მაგალითად პირველ გადაცემაში მე ხო მინდა რომ מחარა შეგარიგო რა და შენ და מחარა ხარ პირველ გადაცემაში და ან შენ ან מחარს უნდა გაგიმტკიცონ ჭორი რა და მოდიან რა. კაი ბიჭო, მაყურებელს მიმართოთ ხო რა. მაყურებელს მიმართოთ ჯობავა შეურიგდი מחარას რომ გავუსპამოთ, მინდა რომ შევარიგო ეს ორი ადამიანი. ბიჭო, არა. დაიცე, იქნებ შეყვარებულები ხო არა შერიგები. ბიჭო, მე რა. ხდები, აი მოხდება თვითონ მითხრა თავიდან რომ ყველაფერი მოდისო მერე და მერეო რა, მე რო ვუთხარი რომ კოლაბორაცია გავაკეთებ, ვაფშე პირველი დრო სანამ დავდევდი თუ რომ დავდე მე რაღაც. არა, ხა ეგრევე კოლაბორაცია გინდა, ეგრე სად არის ჩემო გია. ხო, პატარა იუთუბერი ვარ ზოგადად მესმის, მაგრამ ანუ მე ჩემი 78000 გამომწერი მყავს ძმაო, რომელიც იმენა აი ტოპ ხალხია ჩემ თვალში, იმიტომ რომ რავი, აი ისეთ კომენტარებს წერდი, ისეთ რაღაცებს აკეთებ რომ ანუ აი და ჩემი მიზანი რომ იმ 78000 ადამიანზე ვიზრუნო. მაგრამ მაინც გაფინანსებს. რა თქმა უნდა ვიღაცა იჭორავებს მაქვს, საქართველოში ცხოვრობთ ანუ. ყველაფერს თვალებში ჩავხედოთ ანუ აქ ყველაზე ჭორაობით და ეგეთი რაღაცეებით რომ ნახვები იწერება, რავი, ანუ ყველაზე მეტი რა, ყველაზე მეტად ადამიანს აინტერესებს ეგ ვიღაცის უბედურება ვიღაცის, ჭორაობა ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა აქვს, ანუ არიან TikTok-ზე ტიპები, ვინც აი ხა რაღაც ვიდეოები ჩამიწერეს, ანუ შეხვიდე იმის პროფილზე, მარტო ვიღაცების განხილვა აქვს მთელი TikTok-ი. აი ჯოკერი ნახი გა? მოდი რა, ანუ იდი ნახვი იქნას ყველამ. ჯოკერი ნახი გა? ნახვი რა, გააჟი ქართულად ჯობია, რუსულად ეგეც არ ვარ გა. ხო და ეგეთი ჭორები სულ იქნება ყველაზე. ანუ მე რა მოსატანი ვარ ხალხი პატრიარქზე წამიკითხა ჭორო გეი არისო. კი, საზღვრებს წერს. ანუ მიხდე ეგეთ რაღაცას მოუ შე რო ყურადღება მიაქცე და მაგ ხალხო თქვენთან გადაწყვეტეთ რას მექცევთ ყურადღებას რა. ჭორსაც გაშე ხო ხო შეგვიძლია დაფიქრდე ადამიანი რო სიტყვაზე ქორწილებს აგდებს და 10 წელი მაინც მუშაობს ყოველ დღე ქორწილებში და არავინ არ ცემა. ხო და არავინ არ მიუვარდა, არაფერი არ მოხდა, არაფერი არ გაჟღერდა, ანუ აი დაფიქრდი. თქვენი ქორწილი რო გადაიღოს გიორგი ჯობოვამთან, აი ადიქ ფეხზე ეწამ. ადიქ ფეხზე. ეხა ვაღიაროთ ხა. აი დაჭი, არა ამიცემა არ არის ხართული. ხო. არ მაღალი არა, მაგრამ შენ მაღალი გაცია. ხო და ანუ ხო ხდება ეგეთი რაღაცეები რომ ეხა იქ ის არ დაუკარგია, დარეკე საკონსულოში. მოიკითხე. ანუ ხო და მე ტვინი იმიტომ გაქვს ჩანერგილი რომ რაღაცა გაანძრიო, ხო? ანუ ეს ხორჯება ყველაფერი დაჯერება. კი რაღაცა ჭორი შეიძლება ისეთი იყოს დაიჯერო, მაგრამ ანუ კაი რა, ეხავს პროსტა ეგეთი რაღაცები მოსმენა, მე დაჯერებას და ეხა. მაგიტომ ანუ ეხა მე ისეთ გომერბაში ჩამაგდე ვიღაც ტიპები, რომ ეხა მე უნდა დავდგეთ თავი მართლა, მაგრამ თუ კიდე თავის მართლება ჯერ. მაგიტომ ანუ რომ რაღაცნაირად ხონდა გავაიმას ხნა პასუხები გაიცეს, ხო, იქნება გადაცემა ძმაო. კი ბატონო. ხო წერენ, რომ ის გადააგდო, ეს გადმოაგდო, ტექნიკა არ მოუპარეათ, ისე მოდი ძმაო, აი ეგეთ დავждეთ, დავაკერებ კამერებს, განათებებს, ჩავრთავ რეკზე, აქ მოსვლა თუ იმეს გაუჭირდება, პრობლემა არ არის, ანუ დარეკოს და ონლაინ და ტაქსი ისე მაგის ეგ მეთოდი მარტივია რა, ანუ ხო ამბობენ, აი მოდი ძმაო, აგერ დამიჯექი და მელაპარაკეთ. თუ მაგას დაამტკიცე, წაიგებ აი გოგ ჩანაფიქრი. შეიძლება გამომივიდეს, შეიძლება არ გამომივიდეს, მაგრამ ანუ ეუნე მოფსი მეთქი და არფსავს. ეხავს ეხა რა. ბოთლი გვაქვს. აი ხა პლანს უეჭველი მოწეს, არაფერი. არა ძმაო, არა. არა, ფხიზელი ვარ და ეგ მაინც დაუმტკიცოთ, რომ არ არის ფხიზელი. მოიკითხე. მოსაწევი რამე როგორ ვერ შეურევი? კოლუმბიელებმა თუ შეურეს რაღაცა მე როგორ ვერ შეურევი? ახლა მოიცა ეცა. ეხა რომ ჩამიყარე და არა, ეცა ნახე რა როგორ თემა არის, შენ გეუნება რომ 10000 ლარს გაძლევ. შენ თუ ვერ დაუმტკიცე, კატის ზღნერს ჭამ. გაწყობს. მე რა 10000 ლარის გამო? კაი, მე და ვახო შემოვდივართ, ვახო მე პრიზს ვიღებ, ვახო სარჩილს. ნახევარი ზღნარი მაინჭამე, შეჩება, ნამუსია და გაქვს. ისე კოლუმბიაში 4 რო იყავით, ჯოკრაობდით თუ იმენა 4 ნატო იყავით, ფიზოდი და. მოიცა ფიზოეცა. ტუალეტში ხო? ტუალეტში და. თუ ჯოკერს თამაშობდით თუ რა ბაზარი იყო ეს ორი გოგორი ბიჭი. ბიჭო არა, ანუ ეგ თემა ის იყო რომ დღის კიტა უნდა გადამეღო, ღამის კიტა უნდა გადამეღო და ამაზონი, ანუ ყოფილი storm სამეგობრო გარემოს გადამეღო. before storm თუ რაღაც ეგეც ჩანაფიქრი იყო რა, აი ხო მოკლედ ანუ დღის თემა გადავიღე, ღამის თემაში რომ მეთქი ვიღაცებთან ერთად, ანუ არ მინდოდა რომ მარტო წასულიყო ვიცოდი რომ კრიმინალური იყო და ვიცოდი შაშიში იყო და ღამე არ გახვიდე კიდე ბევრები და რაღაცა და მეთქი ვიღაცებთან ერთად გავერევი რა სიტუაციაში, მაგრამ ანუ კარჩი. კაია. კაია რაღაცა. ყველაფერი არის ძმაო, ყველაფერი ხდება, ხო, გაძლიერებს. მალე უთხარი, იმიტომ რომ ჯდება კამერები. აი, ბლიცს გავაკეთებ ერთ უცებ. შედღანს ხარ მოგზაური, უნდა გაკეთო მოგზაურის ბლიცი. ხად მოგზაური არ ვარ, მაგრამ ნუ რა, როგორც. მე გეტყვი ქვეყნებს და საქართველოს გარდა უნდა მითხრა საუკეთესო ქვეყნები ამ ახასიათებლებით. ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა. ინდონეზია. ყველაზე საშიში. ეკვადორი. ყველაზე ლამაზი ხალხი. ინდონეზია.
საუკეთესო ლამაზი ხალხი ინდონეზია. ვა. ყველაზე საუკეთესო საჭმელი. საქართველოს ვერაფერზე ვერ ვამბობ. არა. საუკეთესო საჭმელი თურქეთი. მთელი ცხოვრება რომ ვიცხოვრებდი. ეკვადორი. მთელი ცხოვრება რომ თიშავენ და თიშავენ. მთელი ცხოვრება რომ ვიცხოვრებდი, იქნებოდა ან ტაილანდი, ან ინდონეზია. კაი. საუკეთესო ხედები. სეიშელის კუნძულები. ვა. საუკეთესო ფასები. ინდონეზია. ყველაზე უსაფრთხო. ვიეტნამი. ყველაზე ცუდი საჭმელი. ინდონეზია. ყველაზე ცუდი კლიმატი. ანუ მე სადაც ნამყოფი არა, ზოგადად შენია. ზოგადად შეიძლება? ყველაზე რუსეთი. ყველაზე მეგობრული ხალხი. ინდონეზია. ყველაზე უჟმური ხალხი რუსეთი. და საუკეთესო კულტურა. საუკეთესო კულტურა? აჰა. დიდი ბრიტანეთი. კი ბატონო. ეგ იყო რა ბლიცი. შენ თქვი აბა რა სიტყვი და დავამთავროთ გადაცემა, მე მგონი გავეჭი. მე ვიტყვი იმას, რომ რაღაცეები სხვანაირად დავინახე, შეიძლება მოგვატყუა? არა, ნახე რას ვამბობ, მე რო რაღაცა დაბინდული მაქვს ტვინში რაღაცა და ადამიანი მეუბნება რომ შენ 6 წელს ხედავ, მე 9 წელს ხედავ და ანუ მე საუბრე რაღაცეები იქ-თაქ და თუ აუ იდი ნახვი რა შეყა. და დაიმში და მოდი რა გთხოვ, კაი. კაი, მოდი შეჩემა. მეზარება, მოდი. დიდი ხათვი. მოდი გთხოვ, კაი. მოდი, ეხა შეჩემა, მაჯოვენ ეხა, ნუ დამიდგ რა. მოდი შეჩემა, ეხა ხახი მე დამოჯო შეპრ მოდი რა. მოდი, ნუ ხარ. ხო მიკერავ. მე ვღადაობ. მოდი ნახო რა პრო. რა მოხდა? მე ვღადაობ. შე პროჯექტი ნახე. ხო მიკერავდა სახეს. მე რო გამიტყდება და იმას რა გაგიხშე დრამა ქვინო. დეპრესიულო ლაწირა. გამიხარდა სასიამოვნო იყო. იდი ნახვი შე. აი, რა გინდა? აჭიკი. გაიხარე, კარგი იყო შენთან სტუმრობა, იმიტომ რომ შენ ჩვენთან არ ხარ სტუმრად. ბოდიში ვახომ თუ შეგაწუხა, მთელი გადაცემა, იმიტომ რომ რაღაცებს არ გალაპარაკებდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გეჭრებოდა სულ. ხო, არა, რაღაცა დავიხვეწებით, გამოვიტანე. შენ საყევი ამ ჩათვლახს, ეს მაინც. დავიხვეწებით, არ იქნება მაგას პრობლემა, გაიხარე. მადლობა, გიოს არხი არის აღწერაში. ყველაფერი არის აღწერაში. და #ჯობავა შეურიგდი מחარას. ხო. კარგად იყავით.